საღამოშვიდობის ეთერშია თავისუფალი სტუდია. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. პირებს, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ ცნობენ, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ. ქართული ოცნების ლიდერები უმრავლესობაში გაჟღერებული ინიციატივას დროულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება თუ ის მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში იქნება. მოუტანს თუ არა ქვეყანას სიმშვიდეს, ქართულ ოცნებას კი ლეგიტიმაციას, თუ კი არ აღიარების გამო ადამიანებს პასუხისმგებაში მისცემენ. მაშასე ქართული ოცნება და მისი კანონშემოქმედება დღეს სამით ვიწყებთ. პარტია ფედერალისტების ლიდერი გიგა ბოკერია გახსნის დღევანდელ გადაცემას. გამარჯობა ბატო გიგა და მადლობა რომ გვესწრებთ. ბატო გიგა, დავიწყოთ სწორედ ქართული ოცნების ინიციატივებზე საუბრით. პირველ რიგში კი ბოლო შეთავაზება, რომელსაც მართველი გუნდის მიმართ აკეთებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდუაძე, საკითხი ეხება ლეგიტიმაციის პრობლემას, რა პრობლემის წინაშეც ქართული ოცნება დგას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული. აი გორდუაძე გამოდის ინიციატივით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიღონ მათ მიმართ, ვინც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და ამისკენ საჯარო მოწოდებას აკეთებს. ეს ჯერ იდეის დონეზეა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ასეთი კანონის საჭიროებას ხედავენ მაგალითად ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი. აი რა სიტყვით, ახლა ერთ წელზე მეტია უკვე რაც ოპოზიციური სპექტრი თუ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ ცნობთ. თავის მხრივ ამ ხნის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ არაერთი შემზღუდავი თუ ამკრძალავი კანონი მიიღო, თუმცა უშუალოდ ამ მიმართულებით ინიციატივა არ ქონია. აი რას აჩვენებს უშუალოდ ლეგიტიმაციის პრობლემაზე საუბრის დაწყება და აი თუ კი ასეთი კანონი მართლაც ამოქმედდება, საინტერესოა როგორ შეიძლება მან პრაქტიკაში იმუშაოს. საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ მადლობა. ანუ ეს კანონი მივთითეს პირდაპირ იმაზე, რაზეც საუბრობენ ივანიშვილის ეს არარაობები, ხო? რომ არა აქვთ ლეგიტიმაცია, მოდი ასე ავიღოთ, მათი გადმოსახედიდან მინიმუმ მნიშვნელოვან ნაწილში საზოგადოების. ხო? და ამ პრობლემის გადაჭერა უნდათ რეპრესიით. მთელი მუღამიც ლეგიტიმაციის იმაშია, რომ ეს ლეგიტიმაცია მოქალაქეებმა და საზოგადოებამ უნდა მოქცენ თავისით. ძალით ლეგიტიმაცია არ არსებობს, ძალით ლეგიტიმაცია არის დიქტატურა. ხო? ანუ და ამიტომ თავისთავად როცა კითხულობენ ხოლმე, აი რაში გამოიხატება, როცა იძახით, რომ ლეგიტიმაცია არ აქვს, აი ამაში, მათ შორის, როცა გჭირდება, ამაზე საუბარიც კი ახლა მაგ სპექტაკლზე მაგ შეთავაზა და გაიზიარებენ თუ არა, ამაში არც შევალ ამ დისკუსიაში, როგორც გადაწყვეტავს ვისაც დელეგირებული აქვს ივანიშვილისგან, რომელ არარაობასაც კობახიძეს ვთქვათ, ხო? ეს საკითხი თუ ავა თვითონ მათ პატრონამდე, რომელიც მუდმივად ამცირებს მათ ამ ივანიშვილამდე, ისე გადაწყდება ეს საკითხი, ამ ნაბიჯს დგავენ თუ არა. ოღონდ ვიმეორებ კიდევ ერთხელ, იმის და მიუხედავად, გადადგავენ თუ არა ნაბიჯს თუ გაწელავენ და დისკუსია ექნებათ, რომელიც კომიკური არის, ხო? და სავარაუდოდ ალბათ უფრო გადადგავენ, თუ ლოგიკურია, ხო, როცა ჯერ ონლაინ კრიტიკული ან თუნდაც წარე შეფასებების გამო ადამიანებს აჯარიმებდა მე დაჭერა შემოგაქ ამაზე თანამდებობის პირებზე და მე როცა ტროტუარზე დგომისთვის იჭერ ადამიანებს ლოგიკურია რომ აი აქამდე მიხვიდე, იმიტომ რომ ფუნდამენტური პრობლემის აღიარებაა ხო ეს, რომელიც ისაც ვიცოდით, რომ არა აქვს ლეგიტიმაცია და ქართულ ოცნებას აწუხებს ის რომ არ აქვს ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ არის სხვათა შორის მოსაზრება ბატონ გიგა, რომ საერთოდ არ არის მისთვის მნიშვნელოვანი ექნება თუ არა შიდა ლეგიტიმაცია და ამაზე მეტყველებს თუნდაც აი ეს ბოლო პერიოდის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯი. ეს არ არის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ან თუნდაც ლიდერები ან აქტიური პირები დიდი ხანია და სხვადასხვა ეტაპზე ამ ბევრი არ აღიარებდა პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. ეს აწუხებდა ხა იმიტომ რომ ლოგიკურად ხედავენ საფრთხეს და ეს საფრთხე მართლა უდგათ, თუმცა ეს საფრთხე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. მათთვის არის საფრთხე და ივანიშვილისთვის, რომ ამ რეპრესიების მიუხედავად, სადაც ზუსტი რიცხვი არ მინდა, რომ სულ მერყევს მაგრამ ლაბარაკობთ ხო, რომ 100-ზე მეტ ადამიანზე, რომელიც სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ არიან, ციხეშია და პოლიტიკური პატრონები არიან, სხვადასხვა ანატომიით. ხო, მათ შორის ყველაზე გამორჩეული შემთხვევებიც გვაქვს, ხო? და ამის მიღმა ჩვენ ამ რეპრესიების მიუხედავად გვაქვს დიდი ნაწილი საზოგადოების, რომელთა ნაწილი პერმანენტულად გამოხატავს პროტესტს, ხო, აუ ჩვენ ყოველ შაბათს არის მსვლელობები, მრავალათასიანი და ყოველ საღამოს ადამიანები რუსთაველზე იკრიბებიან, მიუხედავად იმისა, რომ პოტენციურად ყველას ემუქრება სასჯელი,
როცა გადაწყვიტავს ეს რეჟიმი, მაგრამ აი ამის მიღმა არის უფრო დიდი პრობლემა, რაც მათ იციან ახლა ამის კვლევის და ამის თქო შეფასების ინსტრუმენტები ამ ტიპის რეჟიმებს აქვთ, რომ დიდ ნაწილში საზოგადოების მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია და როგორც ახასიათებთ ავტორიტარულ რეჟიმებს, პოლიტიკურ დიქტატურას, ამაში ხედავენ პოტენციურ საფრთხეს. აი დღეს ხო ყისიერი საფრთხე არა აქვთ, ხო ახლა ხო დიდი აქციაც რო იყოს, მარტო დიდი აქცია ან აქციები არ არის საკმარისი. როგორც თქვენ ნახეთ ამ ასეთი რეჟიმების დამარცხებისთვის. ამის ხარისხობრივი ნახტომია საჭირო, რაც მე წამს და იმედი მაქვს რომ მოხდება. მაგრამ პოტენციას ხედავენ ამაში, რომ გატეხილი არ ყავთ ქართული საზოგადოება და მის გატეხვას ცდილობენ. ეს არის აქედან ერთადერთი დასკვნოდა. პასუხი ამაზე საზოგადოების მე მჯერა რომ იქნება და პოლიტიკური პარტიების და აქტიური მოქალაქეების გაგრძელება ამ მიმართულებით საზოგადოების კონსენსუსის გაფართოების. ანუ მარტო იმის კი არა, ვინც არ აძლევს ლეგიტიმაციას, ანუ არ მიიჩნევს მათ პოლიტიკურად ლეგიტიმურებად, არამედ ვინც ამ პოზიციას აქტიურად და პროტესტით, მშვიდობიანი პროტესტით გამოხატავს. აი როგორ ფიქრობთ, კანონები, რომლებიც რეპრესიულად ფასდება საზოგადოებაში და რიგით მოქალაქეებში აჩენს შიშს, თუ პირიქით იზრდება გაბრაზებული ადამიანების რაოდენობა? იცით რა, მე არ მინდა რომ ისე გამომივიდეს, რომ თავისთავად რაღაცა შეკავების ეფექტი აქვს ეხლა ადამიანებს ყველა თავის ცხოვრებაში, მით უმეტეს ადამიანებს, ვისაც უამრავი პრობლემა აქვს და თავის ოჯახი უნდა არჩინოს და 1000 პრობლემა აქვს. რაღაც შემაკავებელ ბარიერებს უქმნის, როცა რეპრესია ადგას. ეს რეალობა არსებობს. ოღონდ რა დოზით მუშაობს ეს შემაკავებელი ეფექტი, ამაზეა ლაპარაკი. ეს რეჟიმი ცდილობს ხოლმე პერიოდულად მანევრირებას, ხო, რა ითქვა, რეპრესია ყისიერად მასიური არ გააკეთოს, იმიტომ რომ მაგდენს თვითონაც ხვდებიან, რომ რისკი აქვს თუ რაღაც ეპიზოდში გადააჭარბეს, რა რეაქცია მოყვება ამას. მაგრამ ისეთ გზაზე დადგა ივანიშვილი და მისი გარემოცვა წლებია. მე ვიტყოდი ხელისუფლებაში მოსulis დღიდანვე, მაგრამ ეს გზა აშკარა გახდა ესეთი თვალნათელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რამდენიმე წლის წინ. ხო ეს პროცესი. რომ უბრალოდ როგორ სხვანაირი არჩევანი, როცა ასეთი რეჟიმი ხარ, როცა ასე მართავ, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობას და კეთილდღეობას მის ინტერესებს ღალატობ და ინსტრუმენტად გაქვს რეპრესია, მისი გარღრმავების გარდა სხვა გზა არჩება. და ამიტომაც მე წამს და მჯერა, რომ ბრაზი დაგროვდება, დიახ. ბრაზი ყველაფერზე. ყველა ადამიანები ერთნაირები არ არიან, სხვადასხვა დოზით აფასებენ იმ ზიანს, სხვადასხვა ეტაპზე თავის ცხოვრების ამ რეჟიმის მიერ. თუ გადმოვა კიდევ ცალკე საკითხია. არა, რა თქმა უნდა, ეს არის ამოცანა აქტიური ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ჯგუფების ყველა მოქალაქის მის გარშემო, იმიტომ რომ სხვანაირად მშვიდობიანი პროტესტის გაფართოების გარეშე და ხარისხობრივი ნახტომის გარეშე ასეთი რეჟიმები ძალაუფლებას არ თმობენ. მაგრამ სიმპტომატურია და ეხლა მე იმის თქვა კი არ მინდა რომ რა კაია რომ ესე ცუდად იქცევიან, არა, ცუდია. ოღონდ როგორც თავად ბზანეთ და იგივე აზრზე ვართ ამ საკითხში, ის რომ მათ დაჭირდათ ამ რეპრესიული კანონების შემდეგ ამ საკითხზე ფოკუსირება, ეს არის უტყუარი სიმპტომი თუ როგორი კრიზისი აქვს მორალური შიგნით. კეთ, ბატონო გიგა, ქართული ოცნების კანონ შემოქმედება რომ შევაჯამოთ უშუალოდ გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რას ფიქრობთ, ეს რა ტიპის შეზღუდვებია, ესეც გითხარით და რამდენად იზიარებთ მათ პოზიციას, პოლიტიკური თავისუფლების საკანონმდებლო ბაზა არის მზად დიქტატურის დასამყარებლად და აქვე სხვათა შორის ვიდრე პასუხის საშუალებას მოგცემთ, მაყურებლებს მინდა მაკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორტონის შეფასება გავაცნო. უკანასკნელი ბასტიონის სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დადუმება და განსხვავებული აზრისთვის ნებისმიერი სივრცის ჩაკეტვა ხშირად უკანასკნელი ლურსმანია ავტოკრატიული რეჟიმების უბოზეო ამბობს ის. აი მის კონტექსტში, მისი პოზიციის კონტექსტშიც კითხავთ. აი როგორ შეიძლება ეს ამბავი დამთავრდეს თვითონ ქართული ოცნებისთვის, ანუ გზა რომელსაც ადგას სახალხო პარტია, სად მიიყვანს თვითონ ქართულ ოცნებს? იცი რა, მე პროგნოზს კი არ ვაკეთებ, ეს არის ამოცანა ჩვენი საზოგადოების, რომ ეს გზა რაც შეიძლება მალე რეალისტურ ფარგლებში დასრულდეს ივანიშვილის და მისი არარაობების გარემოცვის ჩამოცილებით ძალაუფლებიდან. იმიტომ რომ ეს პაკეტიც რაც რა თქვენ მკითხეთ, იმავე ბუნებიდან არის, ხო? ანუ ისედაც ფორმალური ამ გამარტივებული ინსტრუმენტების გარეშე ჩვენ ფაქტობრივად ხედავდით, ხო? ამ ნაბიჯებს პარტიების აკრძალვით დაწყებული, რომელიც პარტიებს კი არ ეხება, მოქალაქეებს ეხება მათ არჩევანს, ძალადობით, პირდაპირ ძალადობით და პოლიტიკური რეპრესიებით, პოლიტიკური პატიმრების არსებობით და ძალადობას ხო შორის მივიწყებულია ხოლმე, ხო? ჩვენ ათობით დოკუმენტირებული შემთხვევა გვაქვს, ხო? ფიზიკური თავდასხმების ოფისებზე, ადამიანებზე, სადაც ჩანს ვინ არიან, ყველაფერი, ეს ნაწილია ხო მათ ძალადობის. შემდგომ უკვე ფართო მასშტაბიანი აქციების დროს ძალადობა მომიტინგებზე და მე ხას უსო არა მარტო იმ ვითარებებში და ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი, როცა წვავი ვითარება იყო, არა, დახვედრები და შემდეგ ყველა სახსოვს და დაივიწყეს ის
ამაზრზენი ინციდენტი ხო, როცა ნიღბიანი დიდი ჯგუფი შევარდა ახალი სოფიში და იქვე ჟურნალისტებს თავს დაესხა. უმარტივესია გაგებავენ იყვნენ ყველა ასეთ შემთხვევა, სადაც ჩანს ვინ არის დავიწყებული. ხა ამ გზაზე როცა გეხარ და ვიმეორებ კიდევ ერთხელ წინააღმდეგობას ვერ წეხავ და წინააღმდეგობა გრძელდება მათ შორის აქტიური პროტესტით ქუჩაში და საზოგადოების შიგნით განწყობით, რომელსაც ისინი ზომავენ, მერე გადადიხარ დამატებით რეპრესიულ ზომებზე, რომ ოპონირება პოლიტიკური ამ სივრცე ოპონირების შეზღუდო. იქნება ეს არჩევნებში მონაწილეობა, თუ საერთოდ პარტიულ ცხოვრებაში მონაწილეობა, ოღონდ ჩვენ სულ უნდა დაუბრუნდეთ თავარ საკითხს. ეს ყველაფერი არის ამ ფუნდამენტური არჩევანის შემდეგ გადადგმული ნაბიჯები. ეს ფუნდამენტური არჩევანი ივანიშვილმა პერსონალურად და აქედან გამომდინარე მისმა გარემოცვამ გააკეთა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იმისთვის რომ ამ ძალაუფლება შეინარჩუნონ, რაც მაქსიმალურად დიდხანს ჰქონდეთ, უბრალოდ იმ ადამიანის თავში უსასრულოდ. და ამიტომ ერთადერთი პასუხი ამ ყველაფერზე არის და იმ პროგრესს რომელიც ციტირებად თქვენ მოახდინეთ ამ საერთაშორისო ინსტიტუტისგან, ამერიკული ინსტიტუტისგან, ხო, ეს პროგნოზი კი არის ჩვენი ამოცანა საზოგადოების. ყველა ამ ნაბიჯს უნდა მოვაყოლოთ ჩვენ როგორც საზოგადოებამ პასუხი ამ პროტესტის გაფართოების. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისედაც დიდი რისკის ქვეშ ვართ. ის დრო რაც ამ რეჟიმმა დაგვაკარგინა და რა ხელა ზიანიც მოგვეყენა ქვეყნის შიგნით კორუფციით, განუკითხაობით, კრიმინალით, რაც ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის საკითხში ჩვენი სრული იზოლირებით თავისუფალი სამყაროსგან და ნულოვანი შესაძლებლობებით რომ საქართველოს ინტერესები ილობირონ იქ სადაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წყდება დემორალიზაციით, დეზორიენტაციით საზოგადოების. ხო, და ისევ ყოველთვის უნდა გავიხსენოთ რომ მორიგი დაჭერები იყო, ხო ახლა კიდე დაიჭირეს მინისტრის მოადგილე და სხვები. შესაძლოა გვარებს მნიშვნელობაც არა. ანუ თან გრძელდება ეს უტიფარი დემონსტრირება ამ ისტერიის გამო, რომელიც ამ კაცის თავში არის ივანიშვილის და ამ მორალური კრიზისის გამო რაც აქვს, პირდაპირ დემონსტრირება რომ მექრთამეობა იყო ცხოვრების წესი მთელი ამ პოლიტიკური კლასის. ისევ ხასოს ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხო? ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა ბოლო. ჯერჯერობით არა, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი და მოადგილე ხო, ბოლო კი. ოღონდ ჯერჯერობით არა, ბოლო. ხო, და ამითი და აქ ამას ხასოს ვარ, იმიტომ რომ ნიაღვარია ხო მთელი მათ პროპაგანდის, რომ აი პრინციპულები ვართ კორუფციას ევძვით ჩვენ შიგნითაც კი სუსის უფროსი. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, ჯერ ერთი ეს რო იყოს იზოლირებული შემთხვევები, ხო, იმიტომ რომ შეიძლება დაალაგებულ ქვეყანაში მოხდეს, როცა წლების განმავლობაში ვინც უმაღლეს თანამდებობის პირები, ვინც იყვნენ, ანუ კონსტიტუციურად მმართველები რეალურად არა რა თქმა უნდა. იქ ირკვევა რომ უზარმაზარ თანამდებობის გამოყენებით გამდიდრებას აქვს ადგილი და კორუფციას და ეს წლებია გრძელდება პრემიერ-მინისტრები, თავდაცვის მინისტრები და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სუსის უფროსი, ეგ ნიშნავს რომ ეს იყო ცხოვრების წესი და თან რაც თავარია. ცხოვრების წესი იყო და აქამდე ცნობილი იყო ქართული ოცნებისთვის ვირას აკეთებდა, მაშინ რატომ ახლა და ახლა როცა ესეთ ისტერიაში არის, უბრალოდ ამას დავუთავ შეიძლება. ანუ ყველა ეს შემთხვევა მოყვება, როდესაც ის კი არა რომ მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა მუშაობს, რომ ძალაუფლება გქონდეს პასუხისმოგთხოვე. არა, როცა ძალაუფლებას კარგა უბრალოდ ივანიშვილის კეთილგანწყობას როცა კარგავდა მისი სამიზნე ხდება, მერე ხდება დევნა. ანუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ის კი არ არის რომ ვინც არ უნდა იყო კანონის უზენაესობით მომკითხება, არა, ჯერ ხდება ამ ადამიანების ფაორიდან, ანუ ივანიშვილის მიერ მოძულება და მერე მათ ჯიან. რაც შეეხება იმას, რატო არის ეს? ეგეც ტიპიური ნიშანია ავტორიტარული რეჟიმის კრიზისისა, ასეთ კრიზისის დროს, მით უმეტეს ისეთ ადამიანთან მიმართებაში, როგორც ივანიშვილია, სადაც არის მუდმივი ეჭვიანობა, ისტერია, იწყება ეს შიდა დემონსტრირება ამ რაღაც ვაკხანალის ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკურად დევნილი პატიმრები არიან. არა, ისინი არ ყოფილან ოპონენტები, ამიტომ მათ პოლიტპატიმრებს ვერ დავარქვათ, ანუ მათი პოლიტიკური პოზიცია კი არა გამსაზღვრელი. ამ ავტორიტარის დიქტატორის ივანიშვილის შიდა ისტერიკას, ეჭვიანობას და წნეხს, რომელსაც ხედავს რეჟიმი საზოგადოებისგან და საერთაშორისო ასპარეზზეც, ასე დროს ღრმავდება ხოლმე ეს შიდა პანიკური ეჭვიანობა და ვეღაცა უნდა დასაჯოს და ესეც თუ გადახედავთ ისტორიებს სხვა ხარისხის ავტორიტარული რეჟიმების, ხო? ამაზე უფრო პირსისხლიანებიც ბევრად, ხო? ჩვენ ვიყავით დაპყრობილი ასეთი ისტორიაში უპრეცედენტო ჯალათი რეჟიმის, ანუ ლენინო-სტალინური საბჭოთა რუსეთის მიერ, ხო და ჰიტლერის გერმანიასთან თუ შედარდება, ხო? იქაც ისევ სხვა ხარისხში არ ვადარებ ხარისხს ბოროტების, ხდებოდა იგივე, ხო? მუდმივი შიდა ესე ახასიათებს ეს ამას. და ეს არანაირ კავშირში არ არის კორუფციასთან ბრძოლასთან, პირიქით, ეს არის დადასტურება იმისი, რასაც
მედია, პოლიტიკური ოპონენტები იზახდნენ, რა ეჭვებსაც გამოთხოვდნენ და ეხლა ამ ხალხმა თვითონ ფორმალურად დაადასტურა ეს და უნდა უთხრათ მოქალაქეებს, ეს რაღაც განყენებული თემა კი არ არის, სადღაც იპარავდნენ ამ ფულს. ან ეხლა აქ საერთოდ ბრალდება არის სასტრაფოების და ისეთი თემებია, ხო? ანუ პირდაპირ კავშირში არის. ეს ყველაფერი ხდება სწორედ კარგი გაგებით რიგითი მოქალაქეების მომავლის ხარჯზე. ანუ მათი ჩვენი საერთო საზოგადოების აწყოს და მომავლის ხარჯზე მდიდრდებოდა ეს ხალხი. კეთილი ბატო გიგა დრო მინდა სწორად გავანაწილო რამდენიმე წუთის დატოვება აუცილებლად მინდა ქართული ოცნების ურთიერთობის პერსპექტივებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა იქამდე ისევ ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, იმიტომ რომ აი უთოს 24-მა წევრმა ქვეყანამ გასულ კვირას მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების გაწყვეტილება მიიღო სწორედ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად, რაც იმას ნიშნავს და კიდევ ერთხელ გავახსენოთ საზოგადოებას, რომ შეიქმნება სპეციალური დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი მისია, რომელიც დაადგენს ფაქტებს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. ამ თემასაც რომ გამოვეხმაუროთ ერთი კითხვით, აი რა შედეგი შეიძლება მოხვეს ეთო სპეციალური მექანიზმის ამოქმედებას და რა შეიძლება გამოიწვიოს მის მიერ დადებულმა დასკვნამ, ანუ რით არის მნიშვნელოვანი და გამორჩეული ეს საერთაშორისო ეს არის კომპონენტი ერთ-ერთი იმ ლეგიტიმური საერთაშორისო წმეხის, რომელიც ამ რეჟიმზე ხორციელდება იმ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ, სადაც საქართველოს და ეს ფავრობა ნებაყოფილობით არის. ოღონდ მე ყოველთვის ჩვენი გუნდი და მეც ყოველთვის ვთვლი ხოლმე აუცილებლად, რომ არასწორია საზოგადოების მხრიდან იმედების დამყარება, რომ აი ხა იქ სადღაც ვიღაცა რაღაცა ლეგიტიმურ, კრიტიკულ ან დასკვნაზადებს ან ნაბიჯს გაადგავს და ეს იქნება გარდამტეხი მომენტი. ეს ასე არ არის. ამ ტიპის რეჟიმები, ხედავთ ხო, ევროსაბჭოს წევრები არიან დღესაც ფორმალურად ასამბლეიდან გავიდნენ, რატო? იმიტომ რომ ამ ინსტიტუტში სადეს ლობირება ყველა ასეთი რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით და არ გაუვიდათ, არ იქნა ცნობილი მათი დელეგაციის ლეგიტიმურობა და ამას დაასწრეს და გავიდნენ. აქ ანალოგიური კი არ არის პროცედურები, მაგრამ არსებით მე ვთქვა, ან მტრად გამოაცხადებენ ამ ექსპერტების ჯგუფს, თუ ვერ შეძლეს რამის ლობირება შიგნით რომ რაღაცა ამღორიონ წყალი, ეს იქნება ერთ-ერთი ფაქტორი იმ საერთაშორისო წნეხისა, რომელიც ხორციელდება ივანიშვილის რეჟიმზე საქართველოს პარტნიორების მხრიდან და საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან და ეს დაგვეხმარება ჩვენ. ოღონდ მთავარი ფაქტორი არის ქართული საზოგადოების ნება და ქართული საზოგადოების ნებაზე იქნება დამოკიდებული უკვე შემდგომში გარე ფაქტორები როგორ იმოქმედებს იმაზე, რომ ნაკლები ზიანით მოხდეს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილება. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მაგ გამოვა თუ არა ქუჩაში, ისევ ქუჩამდე მივდივარ? ქუჩა აუცილებელი კომპონენტია, მშვიდობიანი, მე ამას ხაზმინა გავუსვენ, რომ ამაზე ბევრი დისკუსია იყო, მაგრამ აუცილებელი ასეთ რეჟიმს მხოლოდ იმ პირობებში ჩააყენებ იმ ჩარჩოში, რომ შეეგუოს ძალაუფლების დათმობას ან ამ რეპრესიული მანქანის გატეხვა მოხდეს. თუ ის ხედავს, რომ საზოგადოების ძალიან ფართო მასები დიდი რაოდენობით და ინტენსივობით მზად არიან პროტესტისთვის. რა თქმა უნდა, გარე ფაქტორების უგულებელყოფა კი არ მინდა, გარე ფაქტორები ნაწილია ამ სურათის და თუ რამე პარალელი უნდა გავატაროთ, ისევ არა იდენტური, მაგრამ ჩვენთვის აქტუალური ახლოწარსულთან ჩვენ უახლოეს ისტორიაში. ხო, ეს არის საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმის დამარცხება. ხო? ანუ როგორ მოხდა გარდახა, იქაც ახლა ის რეჟიმი საერთოდ ისტორიულად ყველაზე პირსისხლიანი იყო, ხო, უახლოეს ისტორიაში კაცობრიობის და შესაძლებლობიც მეტი ჰქონდათ, მაგრამ ქართული საზოგადოების და გარე ფაქტორების კომბინაციამ მათ შორის, მას შემდეგ რაც მათ რეპრესიებს მიმართეს და მძიმე რეპრესიებს გარდატეხა შეიტანა. და ჩვენ უნდა მივახციოთ იმ ვითარებას, რომელიც 1990 წელს იყო, როცა ფორმალურად ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ რეპრესიული აპარატი იყო გატეხილი და მორალურად იყვნენ გატეხილები, სწორედ იმის გამო, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობა იყო ცალსახა, რომ ეს საოკუპაციო რეჟიმი უნდა ჩამოცილებულიყო ძალაუფლებას. ჩვენ უნდა მივახციოთ ამ ხარისხის ისევ მეორე ბევრი განსხვავება, მაგრამ ამ თვალსაზრისით მსგავსება არის, რომ ეს გარდატეხა უნდა მოვახდინოთ და ამის შემდეგ უკვე გარე ფაქტორების დახმარებით მათ შორის უნდა მოხდეს ქვეყნისთვის მინიმალური, მაქსიმალურად ნაკლები ზიანის მეშვეობით ჩამოცილება. აი სხვა შორის ეს უკავშირდება იმ საკითხს, რა დიალოგი უნდა იყოს თუ არა, დებატები უნდა იყოს თუ არა, ხო ეს საკითხი ხო წამოჭრეს. მხოლოდ ამ გარდატეხის პარალელურად ექნება ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის აზრი ამ ტიპის დიალოგს და დებატებს. ხო, როცა გარდატეხა მოხდარია, ისევე როგორც ეს მოხდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ხო, სადაც მოხერხდა, იქ იყო ცუდი მაგალითები, ცუდი თვალსაზრისით, რომ სხვერპლასაც მოყვა, რუმინეთში, ჩვენ
ჩვენი ქვეყნის ამოცანა რომ ასეთ ტრაგედიამდე ქვეყანა არ მიიყვანოს ამ რეჟიმმა და არის მაგალითები, სადაც ძალისხმევა და კონსოლიდაცია იმხელა იყო, რომ რეპრესიულმა რეჟიმებმა მოუწიათ შეგუება ამასთან. ამ გზით უნდა წავიდეთ ჩვენ. სხვა დროს ვისაუბროთ, სხვა დროს ისევ დაგპატიჟებთ იმაზე, რა კეთდება ოპოზიციაში იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოთ და ის გარდატეხა მოხდეს, რაზეც ისაუბრეთ დღეს სამწუხაროდ. ბევრ პოლიტიკურ ჯგუფს შორის მოკლედ ვიტყვი, მხოლოდ ამ პერიოდში იყო აქტიური კონსულტაცია სტრატეგიაზე, ანუ იმ წესებზე, როგორც უნდა ვიმოქმედოთ ერთმანეთთან ურთიერთობაში და იმისთვის სწორედ რომ ამ შედეგის დაყენებას შეუწოთ ხელი სხვა სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად და ეს პროცესი ნაყოფიერად მიდიოდა და მე იმედი მაქვს რომ მალე დასრულდება. კეთილი, თუმცა კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს ელოდება და გადაწყვეტილებას მაინც ოპოზიციური სპექტრიდან ქართული საზოგადოება და ალბათ პირველ სტრატეგიაზე შეჯერებას. დაწერილი წესები. არა, იცი რა, ხაღალდი და წერა, ეგ არის კაცობრიობის და ცივილიზაციის მონაგონი, ანუ მინუსი კი არ არის, ანუ ხაღალდი უნდა ასახავდეს, ოღონდ იმას რა რეალური განწყობაც არის. ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა მრავალთა შორის ამ დაპირისპირებაში ივანიშვილის რეჟიმთან იყო პოლიტიკურ პარტიებს შორის იმ ტიპის რყევები, რომელმაც ჩემი აზრით დაგვაზიანა. იქნებოდა ეს ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რომელიც აძლევდა საშუალებას რეჟიმს ძალის დემონსტრირების, ხო? ასეთი იყო თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული პროცესი, ჩემი აზრით, ჩვენი ჯგუფის და არა მარტო აზრით, ასეთი იყო ბევრი წესიერი ადამიანის აყოლიებით, მაგრამ სრულიად უპასუხისმგებლო ლიდერების მხრიდან მოლოდინის შექმნა და მოქმედება 4 ოქტომბერს, ხო, სადაც ისევ ძალის დემონსტრირებას ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტიპის რყევებისგან, რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს, როცა ასეთ ბრასს აქვს ადგილი ასეთების მიმართ, პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს ჰქონდეთ მყარი ჩარჩო, რომ ამისგან დაზღვეულები ვიყოთ და თანმიმდევრულად ნებისყოფით და რწმენით ვიაროთ იმ ამოცანასკენ, რაზეც ვისაუბრებთ. კეთილი, ბატონ გიგა, ბოლოს მინდა შევეხოთ ქართული ოცნების ურთიერთობების პერსპექტივასაც შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. მე თვითონ რომ იმ ფონზე, როდესაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ირგვლივ შეიძლება ითქვას, რომ გაურკვევლობა ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას შეხვედრის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში 3 თებერვალს გამართა ლაშა დარსალია შეხვედრა ევროპის და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს უფროსი რანგის წარმომადგენელთან. საგარეო უწყების ინფორმაციით ამ შეხვედრას ამერიკაში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც თავის მხრივ დღეს უკვე საელჩოში უმასპინძრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს. რისი ნიშანი შეიძლება იყოს ეს შეხვედრები, ეს მინდა გითხოთ და რამდენად შეიძლება ახლო მომავალში დაიწყოს რაღაც ახალი პროცესი და ასე ვთქვათ, ორი ქვეყნის ურთიერთობაში ეს ბუნდოვანება უფრო მკაფიო გახდეს. იცით რა არის? ბუნდოვანება უფრო მკაფიო? იცით სურათი ბუნდოვანება გარკვეულწილად მაინც გაქრეს. ხო, გაქრეს. იცით რა არის? ჯერ ერთი სიტუაცია საკმაოდ მკაფიო, ანუ ესეთი მონაკვეთი საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა. როცა ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა ჩვენი ცივილიზაციური და სტრატეგიული მოკავშირისგან იქნება შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, ბრიტანეთი, ევროკავშირი, ყველა მათი პარტნიორი არის იზოლირებული. ხო? და ის რომ რაღაც ეპიზოდებში კონტაქტები ხდება იმ ხელისუფლებასთან, იმ რეჟიმთან, რომელსაც დე ფაქტო აქვს ძალაუფლება, ეს ჩვეულებრივი ამბავია საერთაშორისო ვითარებაში. ხო, სამწუხაროდ მათ აქვს ძალაუფლება, ამიტომ ეს კომუნიკაცია იარსებებს. ამას გარდა უნდა გვახსოვდეს, რა არის ივანიშვილის რეჟიმის გზავნილი, ხო? ჯერ ხო ცადეს რომ რაღაცა კონსერვატიულ იდეოლოგიას მოხდომოდნენ. ხო, რომ ჩვენ კონსერვატორები ვართ და ამიტომ ტრამპი ჩვენი რაღაცა იდეოლოგიური თანხwebdriver გვაქვს თვითონ. ეს კონდა რაც სრული ფარისეულობა იყო, ეს არის რეჟიმი, რომელიც ყველა საკითხში არის დიდი მთავრობის და სოციალისტური იდეების, ანუ მთავრობის ჩარევის, მეტი ფულის ამოღების, ხალხისგან განაწილების, განათლებაში, რასაც შვებიან, ყველაფერში სიტყვის თავისუფლებაზე, ყველაფრით ანტითეზა არიან იმ ჯანსაღი კონსერვატიზმის, ისიც მე მჯერა, მე გულისხმობ იმ მიდგომას, რაც უნდა ქონდეთ ჩემი აზრით იმათ, ვისაც აქვს ჯანსაღი კონსერვატიული რესპუბლიკური მიმართულება. ანუ ეგეც ტყუილია, ეს არის ხალხი, ვინც გენდერული კვოტები შემოიღო თავის დროზე, რომ გაეგორებინათ საერთაშორისო კონიუნქტურისთვის მათი აზრით. ანუ არც კონსერვატორები არიან, არც სოციალისტები არიან ოპორტუნისტები, მაგრამ თუ ვინმეს უნდა დაუკავშიროთ იდეოლოგიურად, ეს არის დიდი მთავრობის და მთავრობის ადამიანების ცხოვრებაში ჩარევის ხალხი. ანუ ეგეც ტყუილი იყო. ოღონდ როგორც კი ამის პარალელურად როცა გზავნილი ქონდა, თან ამერიკას და დასავლეთ სრულად დასავლურ ცივილიზაციას იმპერიალისტურ, კოლონიალისტურ ბოროტებად ასახებდნენ, აი მათ სოციალური მედიის მანქანას თუ დავაკვირდეთ პროპაგანდის და მათ იდეოლოგიებს, ხო, შათირიშვილებს და
კომიკური ფიგურები არიან, მაგრამ ისინი გამოხატავენ ხო ამ ყველაფერს. და მერე დაიწყო მალევე ლაპარაკი, რომ ტრამპი არის მონა Deep State-ის, ან მინიმუმ ვერ დაამარცხა JD Vance-იც წერია, ანუ როგორც კი ვერ მიიღეს, ეგრევე დაიწყეს უფრო აშკარად, უფრო ღიად თავდასხმები. რა თქმა უნდა, რაღაც ბუნდოვანებას ისინი ინარჩუნებენ, ურთიერთგამომრიცხავი გზავნილებიც აქვთ ხოლმე. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის. აი რომ წარმოვიდგინოთ ვითარება, ის ნიშანიც ეხლა არ ჩანს, რომ რაღაცა სტატუს quo-ს მიაღწიეს ურთიერთობაში რომელიმე საერთაშორისო პარტნიორთან. რაც ხდება ხოლმე ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, დროებით, სანამ ძალაუფლება აქვს. ჩვენ საკითხს სხვანაირად უნდა შევხედოთ. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ამ ძალიან სახიფათო პერიოდში, ძალიან შესაძლებლობებით სავსე ისტორიულ ეპოქაში, ჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დაიცვას. ანუ მას ისე უნდა შეიძლება რომ ხელი ჩამოართვან და ეხლა აღნიშნავენ რომ აიმე საელჩოში მივიდა და შეხვდა ხელი ჩამოართვა როგორც აი ხელი აუწიაო გაველაშვილსო და დაბა ზარქომას ახალი წელი მიულოცა წერილი მიიღო ეს რომს გაღრმავდეს ეგ ხო არანაირი შვება არ არის ჩვენ ისე ქართული ოცნების დღევანდელი პოლიტიკის გათვალისწინებით შეიძლება ასეთი კითხვაც დაისვას სულს კი ქართულ ოცნებას ყურადღება მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იქნება აწყობთ კიდეც ისეთ მათ აწყობთ როგორც ყველა რეჟიმის მათ შორის აი რუსეთის რეჟიმის ლავის და ბელორუსის რომ თან იყოს ისეთი როგორც არის ანუ ბუნებრივი მოკავშირე ჩვენი მტრისა რასაც აკეთებს ქვეყანაში და თან ეჭვის ქვეშ არ დააყენონ მათი ანუ თან აღიარონ იმიტომ რომ ეს ჭირდება ქვეყნის შიგნით წინამდებობის გასატეხად ეს უნდა თმათ თორე ინტერესი რო არ აქვს ჩანს წლებია მარტო ეს ბოლო პერიოდი იქამდეც კი როცა ბევრად მეტი ბუნდოვანება ქონდათ და ევროპული დროშაც რო ქონდათ გამოსახული, მაშინაც ჩვენ ეროვნულ ინტერესებს არ და ვერ ლობირებდნენ და ამით მინდა დავასრულო, ვიცი რომ თქვენ დრო იწურება. იმის და მიუხედავად რომელ ეპიზოდში რა ჟესტი გაკეთდება რომელიმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორისგან, ჩვენ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ეს რიტორიკული კითხვა. ეს რეჟიმი, რომელსაც სამუშაო აქვს იმაზე, რომ ხელი ჩამოართვა და თქვა რომ აი რაღაცა მოდუსი გვაქვს. ამათ შესწევთ უნარი და აქვთ სურვილი თქვენ კითხვას უბრუნდები რომ აქტიურად ილობირონ ის გადაწყვეტილებები ვაშინგტონში იქნება ბრიუსელში ლონდონში თუ სადმე სხვაგან რაც ჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას აი თვითონ ხო ამ დემორალიზაციის კამპანიას ეწევიან საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ რეალურ საფრთხეს რუსეთისას იყენებენ რომ ნახეთ როგორი საფრთხეა და საფრთხე რეალურია უზარმაზარი და მშვიდობა გვინდა და მშვიდობა სჭირდება რომ ძლიერი იყო ქვეყნის შიგნით ფორმაში იყო და მოკავშირეები ყავდეს. თუ სუსტი ხარ, მოკავშირეები არ ხარ და დემორალიზებული ხარ, გარდაუვალია რომ დიდი მსხვერპლი მოგიტანოს ამან, არ მოგიტანოს ამან ისეთი მტრისგან როგორც რუსეთია. ჩვენივე ისტორია გვასწავლის ამას, ხო? და აი ამ ვითარებაში, რომელსაც თვითონვე პროპაგანდისტთვის იყენებენ მანკიერად. ის თავრობა, რომელსაც ჭირდება ამდენი წვალება, რომ სადღაც ხელი ჩამოართვან, აი ხვალ უფრო მეტად რო ჩამოართვან ხელი. ეგ შველის ჩვენ იმ ამოცანების მისაღწევად რომ დაცულები ვიყოთ იმ საფრთხებისგან რაც მოდის რუსეთისგან და სხვა პოტენციური საფრთხებისგან რომელიც შეიძლება წარმოიშვას. რა თქმა უნდა არა. ამიტომ დასკვნა არის ერთადერთი ამ რეჟიმის ივანიშვილის ჩამოცილების გარეშე ძალაუფლებიდან იმ ამოცანების მიღწევა რომ ჩვენ დავიზღვიოთ თავი უსაფრთხოებაში ყავდეს მოკავშირეები და ქვეყნის შიგნით ვიყროთ იმ ფორმაში რომ ვინც არ უნდა იყოს ეს რუსეთი პირველ რიგში მაგრამ ნებისმიერი სხვა ვითარებაში სხვა ძალას არ გაუჩნდეს ცდუნება ჩვენ წინამდე აგრესიული მოქმედებების, რასაც მოყვება მსხვერპლი, ალტერნატივა ამ ხალხის ჩამოცილება ძალაუფლებიდან არ აქვს და ისეთ ძალის მოსვლას, რომელსაც აქვს რწმენა, კომპეტენცია და ხედვა, როგორ უნდა მიიტანოს მთელ სოფლიომდე ის გზავნილი, რომ საქართველოს მორალურად და პრაგმატულად თავისუფალი სამყაროსთვის, ევროატლანტიკური სივრცისთვის და ჩვენ რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ჩვენი სუვერენიტეტის დაცვაში მათი მოკავშირეობა მათ ინტერესშიც არის. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამას მივხვდეთ ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ. მადლობა იმისთვის, რომ დაგვიტყობთ და გვესტუმრეთ, გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები. გიგა ბოკერია პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა კი ლევან სანიკიძეს დავუთმობთ სტუდიას. ის ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს, არის პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, შესაბამისად სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ახლა სწორედ ამ პარტიის პოზიციებს მოვისმენთ. დაწყებული ქართული ოცნების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტით დასრულებული განათლების რეფორმით ვისაუბრებთ არაერთ საკითხზე, რაც სწორედ დღეისთვის არის შეფასების საგანი. პირველ რიგში კი სწორედ ინიციატივები, რომლის განხილვასაც მმართველი პარტია რამდენიმე დღის წინ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე შეუდგა და უკვე პირველი მოსმენით მიიღო კიდეც გულისხმობ ცვლილებებს გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ბაზა მზად არის დიქტატურის დასამყარებლად და ეს შეფასება ექსპერტულ წრეებში ისმის სწორედ აღნიშნულ ცვლილებებთან მიმართებაში. ახლა კი მოვისმენთ რა სახელს დაარქმევს მას ჩვენი მორიგი სტუმარი, როგორც გითხარით, გვერდება ლევან სანიკიძე, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე. გამარჯობა ლევან და მადლობა რომ შემოგვერთით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის.
ლევან, გავხსნათ ჩვენი ინტერვიუ მორიგი საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებით, რაზეც მუშაობს ქართული ოცნება. იცით, რომ მორიგ ჯერზე მკარწდება გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, კანონი, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც პოლიტიკურ აქტივობად ჩაითვლება, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის რეგულაციის ქვეშ ექცევა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში უკვე პირი ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარება. მარტივად გითხავთ, რა ვითარებას ვიღებთ და რამდენად ხართ მათ რიგებში, ვინც მიიჩნევს, რომ აგერ არ ვიცი, რუსეთს და ბელარუსსაც კი გაუსწრო ქართულმა ოცნებამ, როცა საქმე ეხება რეპრესიებს საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე მიმაჩნია, რომ მივეკუთვნები ნამდვილად ამ ადამიანების რიგებს, ვინც თulis, რომ საქართველოში კანონმდებლობის ნაწილი, რომელსაც ქართული ოცნება საკუთარი ავტორიტარიზმის და დიქტატურის მშენებლობისთვის იყენებს, ხშირად შეიძლება უფრო მკაცრი იყოს, ვიდრე მათ მოკავშირე ბელარუსსა და რუსეთში. მარტივი მიზეზის გამო პუტინი და ლუკაშენკო სამწუხაროდ იქ უფრო მყარად დგანან და ფაქტობრივად განადგურებული აქვთ ოპოზიციური აზრი და მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსში იყო არაერთი მცდელობა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების, არ გამოვიდა. საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლება არ არის ასეთი სტაბილური, უფრო მოწყვლადები არიან დასავლური კონიუნქტურის მიმართ, უფრო მოწყვლადები არიან დასავლური სანქციების მიმართ. ბოდიში, მაგრამ ახლა ლუკაშენკო 10 წელი ემზადებოდა იმისთვის, რომ სანქციებს შეხვედროდა და მისი ეკონომიკა არ ჩამოშლილიყო და ადმინისტრაციული რესურსი მობილიზებული ქონოდა. ახლა რუსეთის ეკონომიკას ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ივანიშვილის ეს რაღაცა ცეხავიკური ეკონომიკა, რომელიც 13 წლის განმავლობაში შექმნა. ამიტომ მათი აზრი და კონიუნქტურა ბევრად უფრო მოწყვლადი არის დასავლეთის მიმართ და ზოგადად საზოგადოების განწყობის მიმართ, ვიდრე იმ ორ ავტორიტარულ და უკვე შემდგარ დიქტატურაში არის. მაგრამ ეს საერთოდ არ გვაძლევს ჩვენ რაღაცა არხეინობის განცდას, რომ აი რადგან საზოგადოებრივი აზრი ქართული ოცნების საწინააღმდეგოა, ამან შეიძლება პრობლემები არ შექმნას. აუცილებლად შექმნის ეს კანონმდებლობა პრობლემას. პირველი არის ის, რომ ზოგადად მიმაჩნია, რომ პოლიტიკური აზრის წინააღმდეგ არის ეს კანონები მიმართული, რომ მეწარმემ ან რაღაცა ბიზნესის ირიბმა წარმომადგენელმა, ან არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილმა წევრმა, ან მოქმედმა წევრმა არ დააფიქსიროს მოსაზრება ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. აზრის კონტროლზე გვაქვს ჩვენ უკვე საუბარი. და იქ დამატებითი ცენზებია, ვის შეუძლია შემდგომ პარტიის დარეგისტრირება, ვის შეუძლია პარტიის წევრობა, ამ გრანტებთან დაკავშირებით. სხვათა შორის ამის თქმაც თამამად შემიძლია რაღაცა სამთავრობო მედია მუდმივად წამს კითხვებს, აი ამ ქვეყანაში ის ანალოგია, ამ ქვეყანაში ასეთია. არ ვიცი, შეიძლება ქართულმა ოცნებამ უკეთ იცის არასამთავრობო ორგანიზაციების რაობა, იმიტომ რომ ეს ხალხი, რომელიც დღეს მართავს ივანიშვილის დავალებით ქართულ სახელმწიფოს, თავად იყვნენ აი ამ NGO სექტორის წარმომადგენლები, თან არც თუ ისე რიგითი. როგორც ჩანს, რაღაც ბოღმაც აქვს გამოყოლილი ამ ხალხის მიმართ. აი მართლა არ მესმის რა ეს ხალხი ყველგან ეძებს აგენტურას და თუ მათივე წესებით გაყვები, აი ვისაც აგენტს ეძახიან. აგენტია პრემიერ-მინისტრიც და აგენტია პარლამენტის თავმჯდომარე მინიმუმ მათივე წესებით. მაშინ თქვან, რომ ერთი გერმანიის აგენტი იყო და მეორე კიდე არაერთი სახელმწიფოს. და ეს რა უბედურებაა ჯერ. აი თუ კი რამე არის წინა საუკუნის გადმონაშთი არის ეს იარლიყების მირტყმა, რომელსაც ქართული ოცნება აპირებს. სამწუხაროდ მე მაინც მგონია რომ მათი მთავარი მეთოდი რაც არის მუდმივი ინფორმაციული ქაოსის შექმნა, რაღაცა კანონს დაანონსებენ, რომელსაც აქვს უკიდურესად საფრთხე ხასიათი, მეორე დღეს გამოაცხადებენ ამაზე უარეს, მესამე დღეს კიდევ უფრო უარეს, რომ თემიდან თემაზე იხტუნაონ და ფოკუსირება ვეღარ შეძლოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ ერთი პრობლემის მიმართ. ხო, სხვა შორის აი მომზადებული ცვლილებების გარდა ახლა ისმის კიდევ ერთი ინიციატივა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე იმ პირის მიმართ, რომელიც კონსტიტუციურ წესრიგს და ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ეს იდეა სხვა შორის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს არჩილ გორდულაძეს გაუჩნდა გუშინ წინ, რაც გუშინ გაიზიარა და მოიწონა ირაკლი კობახიძემ და
შალვა პაპუაშვილმა, მათ თქვეს, რომ ეს არის დროული ინიციატივა და გაიზარეს მისი პოზიცია, რომ კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული და რომ სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება, თუ ის იქნება მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში. აი ეს ინიციატივაც შევაფასოთ, მოდით. აი რამდენად მოუტანს მშვიდობას ქართულ ოცნებას, ზოგადად ქვეყანას და უშუალოდ ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციას, თუ კი არ ვიცი, ესეც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მუქარით მოითხოვს ის საზოგადოებისგან მისი ლეგიტიმურობის აღიარებას. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას აქვს მნიშვნელოვანი წარმატება ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კანონს ვინ მიიღებდა? ეს ხო მაინც თავის ტკივილია ქართული ოცნებისთვის, თუმდაც ამ კანონის მიღება და შემდეგ აღსრულება. ეს ხო თავის ტკივილია. ავტორიტარიზმს და დიქტატურას ყველაზე მეტად არ უნდა ესეთი კანონების მიღება, იმიტომ რომ თავის ტკივილს იწვევს. საერთაშორისოდაც და ქვეყნის შიგნითაც. მაგრამ უწევს, იმიტომ რომ სხვა გზა არა აქვს. მათ გონიათ, რომ როგორც ივანიშვილი საკუთარ ყმებს აჩუმებს, აი ღარიბაშვილი დაიჭირა, ხმას ვერ იღებს, ვერ ამბობს, კაცი ვერ ამბობს, რომ ტყილავ ჩამსვა ციხეშიო. არათუ სამართლიან სასამართლოზე და პროკურატურაზე. ვერ ამბობს, კაცი რომ უსამართლო ძიო. ლილუაშვილი ამბობს რამეს. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს რამეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს რამეს. ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს რამეს. ეს ბიძინა როგორც ხედავს აი ამ ხალხს, მონებს, რასაც ჩაძახებს იმას რომ ამოძახებს და აშინებს, აი რეგონია რომ ყველა სხვასაც ეშინია. არ ვიცი ეს მისი სოციუმი ესეთია, რომ ესეთ კანონზე არის უკიდურესად მოწყვლადი. და მე არ მიკვირს რომ ეს ხელისუფლება ამას აკეთებს, იმიტომ რომ ნახოთ სამთავრობო მედიის მთავარი სპიკერები ვინ არიან. ხალხი, რომელსაც ზარბაზანი აქვს ნასროლი 91-92 წლებში. ის ხალხი მაშინ ხელისუფლება ლეგიტიმურ პრეზიდენტს ზუსტად გამსახურდეს აღიარებდა კი არა. ზარბაზანს ესროდა. ამ ხალხმა რა კანონი უნდა მიიღოს ახლა რომ ესა რა ქვია, რატო არ ვაღიარებ ირაკლი კობახიძეს დავით აღმაშენებლის გაგრძელებას და შალვა პაპუაშვილს ერეკლე მეურის მეორე სერია არ ვაღიარებ არასდროს და ხა და მართლ პარტიაში და სხვა შორის არაერთი ოპონენტი, არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გაუშვა ქართულმა ოცნებამ ციხეში ამ ინიციატივის გარეშეც და სხვა კანონების გამოყენებით, თუმცა მაგალითად ვერაფერი მოარგეს ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილს და სხვა შორის უშუალოდ სალომე ზურაბიშვილის კონტექსტში მინდა რომ ვკითხოთ ეს რამდენად შეიძლება იყოს პირდაპირი მუქარა მათ შორის მეხუთე პრეზიდენტის მიმართ გამომდინარე იქიდან რომ აი შალვა პაპუაშვილმა აქცენტირებულად ახსენა სწორედ სალომე ზურაბიშვილი და მან ასეთი რამ თქვა და მოდით უთხრათ მაყურებლებს უნდა ვიფიქროთ როგორ შეიძლება მოწესრიგდეს როცა ადგილი აქვს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ექსტრემისტულ გამოვლინებას გერმანიაში ადამიანი ამბობდა რომ იყო მეფე ჩვენ ყავს ქალბატონი რომელიც ამბობს რომ პრეზიდენტია აი რაზე მიგვანიშნებს შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის ხსენებით როგორ ფიქრობთ? არ ვიცი, ქართულ ოცნებას თავისი დღის წესრიგი აქვს, სადაც როგორც წესი რევანში ხდება იმ ადამიანებზე, რომლებიც თავის დროზე მათი გუნდის წევრები იყვნენ. გასაგებია, რომ ნაციონალური მოძრაობის მიმართ მათ აქვთ რაღაცა დაუოკებელი ზიზღი, სიძულვილი და ყველა ნაბიჯი ფაქტობრივად ნაკარნახევია ჩვენ საწინააღმდეგოდ, მაგრამ არანაკლებად ეზიზღებათ ის ხალხი, ვინც თავის დროზე დასვეს და აჩუქეს მათ შორის პრეზიდენტის ავარძელს. ეყოფა თქვენი აზრით ქართულ ოცნებას გამბედაობა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გაუშვას ციხეში თან იმ ბრალდებით, რომ არ ცნობს ქართული ოცნების სადაც მიხეილ სააკაშვილი ზის პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით, რომ Red Bull-ი უყიდა ჰილარი კლინტონს, რატო არ შეიძლება რომ სალომე ზურაბიშვილიც გაუშვას? აი მე მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამაც გაიგოს, სადაც მიშას პატიმრობა გაზდის, ყველას პატიმრობა გაუღვა. მათ შორის სალომე ზურაბიშვილის. ხო ისაოცრებავ. და ეს ხალხია მე ყველას მიმართ სოლიდარული ვარ, ვინც პოლიტიკური ნიშნით იდევნება ამ ქვეყანაში. მაგრამ საპირისპიროდ მაინც და მაინც დიდ ასეთ ამბავს ვერ ხედავ. სალომე ზურაბიშვილს მე მგონია რომ ცოტა ადრე უნდა ეჯავრა, როცა მისი კოლეგა უსამართლოდ იჯდა ციხეში და ზის. ამოიღო რამეზე ხმა, შეიწყალა. მიიღო გადაწყვეტი. აი, სალომე ზურაბიშვილზე ამას ვიტყვი რა, მაინც რა, სამართლიანობა მოითხოვს. რომ ეს ივანიშვილის დაქოქილი მანქანა რომ მასთან მივა, მე ადრე თუგან დარწმუნებული ვარ. თუმცა სალომე ზურაბიშვილი ვერ ხედავდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაასამართლა სანქცირებულმა მოსამართლეებმა მურუსიძის თამადობით და მისი საქმეები აღძრა
გენერალურმა პროკურორმა, რომელზეც ქართული ოცნება ამბობს, რომ კილერი ვიყავდა, დაქირავებული და მკვლელია, ფარცხალაძეს გულისხმობ. ეს ხო ვერ დაინახა. ხო და ივანიშვილს გარჩევა არა აქვს მისიანის და სხვისიანის, ყოფილის თუ მოქმედის, მოწინააღმდეგის თუ ყოფილი მოკავშირის. ყველასთან მივა. აქ საზოგადოებაზე მეტად, მათ შორის პოლიტიკურ კლასზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, იმიტომ რომ ეს შერჩევითი სოლიდარობა, რომელიც ჯერ კიდე არსებობს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ, მე მგონია რომ არის უკვე ჩამორჩენილობის მაჩვენებელი. პოლიტიკური ჩამორჩენილობა. ლევან ქართული ოცნების გამოხმაურებაზეც მინდა დაგისვათ კითხვა უშუალოდ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით გაჟღერებულ კრიტიკაზე. ჩვენს ინიციატივებთან მიმართებაში შეშფოთება აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურიაო, ამბობენ ოცნებაში, სადაც ამტკიცებენ, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები არის იმაზე მეტად და უკეთ დაცული, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში. სხვა შორის გასული დღეების განმავლობაში და ესეც უთხრათ მაყურებელს მართლ პარტიაში უპასუხოს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გამოთქმულ კრიტიკას, არამედ და ევროპელი პარტნიორების შეშფოთებასაც და მაგალითად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კერცხალიამ ევროპელებს ურჩია, რომ საკუთარ პრობლემებს მიხედონ და მოისმენდით. ალბათ კერცხალიამ 2 დღის წინ პლენარულ სხდომაზე ოცნების კრიტიკის საპასუხოდ ისაუბრა იმაზე, როგორი შემაშფოთებელია მაგალითად შვედეთში კრიმინალის დონე, ისე როგორც ეკონომიკური პრობლემები ამ ქვეყანაში. თავის მხრივ ამაზე გუშინ ოცნებას შვედმა დეპუტატმა უპასუხა, დაუბრუნა პასუხი და კერცხალიას უთხრა, რომ ქართული ოცნებისგან განსხვავებით შვედეთში პროტესტის დროს ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ უსწორდებიან. მოკლედ, ამასობაში ძალიან ესეთი მძიმე სახე და ფორმა მიიღო ქართული ოცნების ურთიერთობამ ევროპის ცალკეულ სახელმწიფოსთან თუ მთლიანად ბრიუსელთან. შესაბამისად, რა შეიძლება იყოს ფინალი იმის, რა ურთიერთობაც დღის მდგომარეობით ჩამოუყალიბდა საქართველოს მართლ პარტიას და ოფიციალურ ბრიუსელს. პოლიტპატიმრების რაოდენობას რომ თავი დავანებოთ, რომლებსაც სოლიდარობას უცხადებ, ამ ქვეყანაში პარტიების გაუქმებას, მედიაზე ზეწოლას, არასამთავრობო ორგანიზაციების ლამის დახურვას რომ თავი დავანებოთ. აი, მე არ მგონია რომ ამ ქვეყანაში არის ერთი ქოციც კი, რომელიც იტყვის რომ 28 ნოემბრის შემდეგ არც ერთ პოლიციელს არაფერი დაუშავებია. ერთი პოლიციელი დააგავეს. 500 ადამიანს ხომ ეაყენეს ჯანმრთელობის მძიმე ფიზიკური დაზიანება. თავი დავანებოთ ქიმიური მოწამვლის შესაძლო საქმეს, რომელიც გამოსაძიებელია და რომლის გამჭვირვალობა ჩვენ ნახეთ რა დონეზეა ჩვენა ქართულმა ოცნებამ. აი არაფრით არ ამბობენ სიმართლეს, ის თარიღების სუსის ბრიფინგზე გამოტოვებულია, რასაც ვედავებოდით. და საერთაშორისო გამოძიებას, რასაც თვითონ უნდა იხვეწებოდნენ, ჩამოდით და შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ არაფერ შუაში ვარ, პირიქით აკეთებენ, ხო? მარტივი კითხვა მაქვს. 28 ნოემბრის შემდეგ არც ერთ პოლიციელს არაფერი დაუშავებია? 500-ზე მეტ ადამიანს მიაყენეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები, რომ ქიმიური იარაღია გამოყენებული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. არის კონკრეტული ჩვენებები, სადაც ქალები ყვებიან, რომ ისინი პოლიციის განყოფილებებში და დაკავების მანქანებში სექსუალურად შეავიწროვეს, არ ვიცი. ადამიანებად აღარ ვითვლებით ჩვენ? შეიძლება ჩვენ ადამიანებად არ ვითვლებით და შესაბამისად უფლებებიც არ გვაქვს. ქართული ოცნებისთვის ესეა. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი ჩვენ არავის ადამიანებად არ ვითვლის. თავის და საკუთარი ოჯახის წევრების გარდა. აღოდ არც ქოცებს არ თვლის. ნახეთ ხო, აგერ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ლამის მათი ოჯახის წევრი იყო. ციხეში, აი, ვინ არ წასულა ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ციხეში? აი, ამ კაცს საერთოდ სასწაულია ეს კაცი, რასაც აკეთებს ეს ღარიბაშვილი. ჩუმად ჩაჯდა ციხეში და არაფერ ხმას არ იღებს. მე არ მგონია, რომ სხვებზე ნაკლებად ქონდეს ხმა ამოსაღები. უბრალოდ ეშინია მისი ბატონის. ეთქობა იცის მისი ბატონი რაზეა წამსვლელი. რაც შეიძლება ჩვენ კიდე არ ვიცოდეთ ჯერ. რომ ივანიშვილს საუკეთესოდ იცნობენ ღარიბაშვილი და ლილუაშვილი და ალბათ ეშინიათ, რომ ივანიშვილს კიდევ უფრო მეტის ციხეშიზის ამაზე მეტის რისი შეიძლება ეშინოდეს. ივანიშვილის წარსულის შესახებ მათ შეიძლება ბევრად მეტი რამ იციან. ივანიშვილის სისასტიკის შესახებ, ივანიშვილის დამოკიდებულებების შესახებ მოღალატეების მიმართ, ადამიანების მიმართ, ვინც მასპარავს ფულს. შეიძლება მეტი იციან და შეიძლება ივანიშვილი უფრო მკაცრად უდგება. ანუ ეს ხო მაინც სამართლებრივ სისტემაში გაატარა პროკურატურა, სასამართლო, ციხე, ეს ხო მაინც სახელმწიფო ინსტიტუტებია. ამ ინსტიტუტების გარდა შეუძლია ივანიშვილს დარწმუნებული ვარ ადამიანზე ზემოქმედება.
რა შედეგითაც მან მათ შორის ის მილიარდები დააგროვა. ეტყობა ამის ეშინია ამ ხალხს. ვერ იღებენ ხმას, ვერ ამბობენ ვერაფერს. ისიც საინტერესოა მათ სასამართლო პროცესებზე, რომ 5 კაცი დადის. შეიძლება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო 2-ჯერ და მმართველი პარტიის თავმჯდომარე და 50 კაციან სასამართლო დარბაზს ვერ ავსებდა. რა ცხოვრებით გაქვს ნაცხოვრები? აი რა არის ეს? და რაშიში? აი და ეს არის, ნახეთ. ეხა ხო ყავს ეს 50 მომადლიერებული ადამიანი არ ყავს ანათესავი? მაგრამ აი ისინი არიან შიშერები. ვერ მიდიან იქ, რომ აი სურათი არ გადაუღონ, რომ ღარიბაშვილის პროცესზე როგორ მივიდა და ჩვენც ეგრე გვიყურებს ივანიშვილი. რომ აგერ ამას თუ ეშინია ღარიბაშვილის გუნდს და ლილუაშვილის გუნდს, ამათ რატო არ ეშინიათ? სულელები არიან. აი ეგრე მისი კალკულაცია მაინც აქამდე დადის. თან ნათქვამი აქვს, ვერ ვიტყვი. ტყუილს ნათქვამი აქვს, რომ თავით კედელს რატო ასყდებით? ხო გითხრა წლების წინ. არ ესმის ამ კაცს, ეს არ ესმის, რომ იდეის გამო შეიძლება კაცმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. არ ესმის. იმიტომ რომ თვითონ არ მიაჩნია არც ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ყოფილა მისი მიზანი, არც ამ ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა, არც ამ ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება, არც ამ ქვეყნის სიდიადის ხილვა არ ყოფილა, არ არის ეს ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგის ნაწილი. ეთი, ლევან, გასაგებია. სხვა აქტუალურ საკითხებსაც მინდა გადავხედოთ, მე ერთი კითხვა დაგისვით ბრიუსელთან ურთიერთობის კონტექსტში და ახლა მოდით ერთი კითხვით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ქართული ოცნების ურთიერთობების პერსპექტივასაც გამოვხმაუროთ. ამ კვირის თემაა მით უფრო რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰქონდა შეხვედრა ლაშა დარსალიას გულისხმობს სახელმწიფო დეპარტამენტში, როგორც ოფიციალური თბილისი ამბობს, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუზიარა ვაშინგტონს მისი მზადყოფნა ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა რა გამოვა ამ ამბიდან თქვენი აზრით, ეს გითხარით, ქართული ოცნება 1 წელია შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინშია, თუმცა ჯერჯერობით ეს მოლოდინი არ ამართლებს. ხო, რა პასუხი გაქვთ კითხვაზე, როცა საქმე ეხება ოცნების ურთიერთობების პერსპექტივას ტრამპის ადმინისტრაციასთან. დავიწყოთ იმით, რომ ქართული ოცნება ჩვენ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს გვარწმუნებდა, რომ 2025 წლის 20 იანვარს ის გადატვირთავდა ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მოდი ჯერ დავსვათ შეკითხვა, რატო გახდა გადასატვირთი? ანუ ქვეყანაში, სადაც ქართულ ცეკვას ცეკვავდა ლამის ამერიკის პრეზიდენტი ძველ თბილისში, ხო? 2005 წელს. სადაც ვიცე-პრეზიდენტების და სახელმწიფო მდივნების ჩამოსვლა იყო ჩვეულებრივი ამბავი. გადასატვირთი რატო გახდა? აი მოდი ეს ვიკითხოთ. რატო ტვირთავენ? ანუ რატო გააფუჭეს ეს ურთიერთობა? ხო, ნუ ამას ბაიდენის ადმინისტრაციას ამბობს. არის ბაიდენის ადმინისტრაცია ყველა მტყუანია, როგორც ჩანს, ისინი არიან მართლები. ქრისტეს შემდეგ ეს არის და მისი მოციქულების შემდეგ ეს არის ყველაზე წმინდა და სუფთა დაჯგუფება, რაც შექმნა ივანიშვილმა. იმიტომ რომ ახლა ვერ შევადარებ მაინც იმას. აი ეს არის სამარცხვინო ამბავი. მაგრამ რაც პრინციპული მნიშვნელობის მატარებელია. მათ შორის მშვიდობის საბჭოში საქართველო არ არის მიწვეული ტრამპის მიერ. პოსტსაბჭოთა ქვეყნები 15-ია, ესეთი, 14-თან ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ინტენსიური ურთიერთობა პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან სახელმწიფო მდივნის დონეზე. ყავს ელჩი, ერთადერთი სახელმწიფო, სადაც აი ამ მაღალჩინოსნების დონეზე ურთიერთობა არ არის და სადაც არ არის ელჩი, არის საქართველო. რატომ? აი რა ურთიერთობის გადატვირთვაზეა საუბარი. ასევე მარტივი შეკითხვა მაქვს. ესენი კი ამბობენ ქოცები, მათ რა გადასცეს ამერიკელებს. ერთი ისიც გითხრას, იმათმა რა გადმოსცეს ამათ. შეხვედრა ხო როგორ იქნებოდა? მათ შორის მე როგორც ვიცი და რაც ჩანს, სავარაუდოდ იქითა მხარის მზაობით, ხო? და იქითა მხარის მოწოდებით იყო ალბათ ეს შეხვედრა ჩანიშნული. კი, ესენ ცდილობა შეხვედრას. რა იქნებოდა ამერიკული მხარის სათქმელი? როგორ ფიქრობთ, რა მესიჯები შეიძლება გამოიგზავნა ვაშინგტონში? ამერიკული მხარე შეუძლებელია ამ მაგიდასთან ყოფილიყო და არ ეხსენებინა პოლიტპატიმრების ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის და ივანიშვილის საგარეო ორიენტირების შესახებ არ ყოფილიყო საუბარი. იმიტომ რომ ამერიკაში ვიტის დავა, რომ რომელი სახელმწიფო უფრო დიდი საფრთხეა, რუსეთი, ჩინეთი თუ ირანი. აი ამ სამ რაღაცაზე, ამ სამ სახელმწიფოს შორის დაობენ რესპუბლიკელები და დემოკრატები. ივანიშვილს აქვს სამივესთან ბრწყინვალე ურთიერთობა. თქვენ გონიათ, რომ ამაზე საუბარი არ იქნებოდა?
ან აზერბაიჯანთან და სომხეთთან გაფუჭებულ ურთიერთობაზე საუბარი არ იქნებოდა? ესენი რომ ამბობენ ჩვენ ეს გადავეცითო. იმათმა რა გადმოსცეს, ამას რატო არ ყვებიან? და თქვენი აზრით, ოდნავ დამაიმედებელი რამე რო ეთქვათ, რომ აი ბიჭებო რა კარგები ყოფილხარ თქვენ და ეს რა წინვალე ხელისუფლება აწყვეთ და ვამაყობ თქვენით და დემოკრატიის შუქურა ნომერი 2 ხართ. აი ეს რო ეთქვათ, თქვენი აზრით დღეს იმედზე და პოსტივზე რა იტრიალებდა? მე არ მგონია რომ იქ მსუბუქი საუბარი ყოფილიყო. ივანიშვილის ხელისუფლება არის აი აბსოლუტურად უთავმოყარეო ხალხისგან დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელსაც მე ნამყოფი ვარ, ხო? პროტოკოლური საჩუქრები, რაც იყიდება თეთრ სახლში, სენატში და წარმომადგენლებთა პალატაში, ეს აჩუქეს დე ფაქტო ელჩს, ვინც არის, ეს ქალბატონი ტალიაშვილი, იმის ფოტოები დადო, რომ ტრამპმა აჩუქა ბლოკნოტი. აი ამ დონის ხელისუფლებაა და მიხეილ ყაველაშვილს მოუვიდა პრინტერით ამოპრინტერებული რაღაცა საახალწლო მისალოცი ბარათი და გამოდეს რომ აი ავშენდით. და არ ვიცი, მაშინ რა პრეტენზია ქონდა ვინმეს ნაციონალურ მოძრაობასთან? ამერიკის პრეზიდენტები ცეკვავდნენ თბილისში. აი ბლოკნოტის ჩუქებაზე საუბარი ზედმეტია. კარგი, ლევან, ამ თემის კონტექსტში კიდევ ერთს გკითხავთ, ხა შეიძლება ითქვას, რომ ქართულობას გამორჩეულად ანტიდასავლური რიტორიკა აქვს ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა აქ ერთი თავისებურებაა, სხვათა შორის თუ კი შეიძლება ითქვას, რომ თავს არ ზოგავს ევროკავშირის და ევროპული ქვეყნების კრიტიკაში, შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის მიმართ მაინც კვეთრად მოზომილ პოზიციას იჩენენ. აი ამას ეს რითი შეიძლება აიხსნას პერსონალურად ტრამპის ფაქტორს და მათ შორის ტრამპის ხასიათს რა როლი შეიძლება ქონდეს ამ ამბავში? დავიწყოთ იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო თავისუფალი არის მათ შორის სანქცირების პროცესში. ანუ არ არსებობს ეს ურბანის და უნგრეთის ფენომენი, ანუ ამერიკამ განაჩენი თუ გამოგიტანა, როგორც ხელისუფლებას, როგორც ანტიდემოკრატიულ ძალას არაფერი არ გშველის. ერთი, მეორე, ამერიკული სანქციები უფრო აწუხებთ, რაც ივანიშვილს ამ წუთას ადევს და ეს მისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. მესამე, ამერიკის შეერთებული შტატები ასხივებს ძალას, სოფლიოში ახლა თუ კი ვინმე ასხივებს ძალას, არის ამერიკის 57 პრეზიდენტი. მათ შორის იმ უნიკალური სპეცოპერაციის შემდეგ, რაც ვენესუელაში ჩატარდა, სადაც რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე უბრალოდ გააქრეს. და ივანიშვილის ხელისუფლებას სხვათა შორის ეს არ ვიცი დეზორიენტაცია იყო, შეუთანხმებელი იყო თუ რა, ივანიშვილის რუპორი ბატონი შათირიშვილი გამოგზავნდა, ტრამპს დააბრალა ისევ დიპ სტეიტის აგენტობა და ომის დაწყება და პრაქტიკულად მთელი დღე ქართული ოცნება შემდეგ ამ განცხადებას ემიჯნებოდა. იმიტომ რომ აშინებთ. ტრამპი არის როგორი მოთამაშე, ხო, პოლიტიკურ სივრცეში. თუ შენი მოკავშირეობა გადაწყვიტა არის საუკეთესო მოკავშირე, მაგრამ შენი მტრობა თუ გადაწყვიტა არაფერი არ გიშველის. ივანიშვილი ახლა რაღაცნაირად ცდილობს, რომ იქნება ტრამპის მტრად ბოლომდე არ ჩამოყალიბდეს და რადარებიდან გააქროს საკუთარი თავი. მეგობრობაზე საუბარი ზედმეტია და ახლა აი ამ ვითარებაში, როდესაც არის სახელმწიფო, მე ყოველთვის ამას ვიმეორებ, ახლაც ვიტყვი თქვენი ეთერის საშუალებით. როდესაც გაქვს საშუალება, რომ გქონდეს მშვიდობა უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ მეგობარი მოიმრავლო, შენი შეიარაღებული ძალები გააძლიერო, შენი ეკონომიკის დივერსიფიცირება მოახდინო, შენზე თავდასხმა უფრო გაძვირდეს. ამას აკეთებს ქართული ოცნება? ვინც კი მეგობარი იყო, ყველა გადაამტერა ამ ქვეყანას, თავიდან დასამეგობრებლები არიან, ხო? ანუ ამ წუთას პუტინმა რო გადაწყვიტოს, რომ საქართველოში შემოსვლა უნდა, ამის წინაღობა ვინ არის? ეს მთავრობა? ანუ მოკავშირე ხო უნდა დაიტოვო. მათ შორის იმისთვის, რომ დაზღვეული იყო რეგიონული მასშტაბით, აზერბაიჯანის, სომხეთი, თურქეთი, სხვა ვითარებაა, ხო? ევროკავშირი საკუთარ თავდაცვაზე საუბრობს, საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნაზე საუბრობს, ამერიკა განსაკუთრებით გააქტიურებულია რეგიონში და აგერ ზანგეზურის კორიდორში 99 წლით საკუთარ შეიარაღებულ ძალებს აყენებენ. ანუ ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარა გვაქვს, რომ ეს გამოიყენა და ქართული ოცნება ახლო აღმოსავლეთსა და აქეთ აზიურ სახელმწიფოებში ეძებს მოკავშირეებს. მე არ ვიცი მოკავშირეებს ეძებს თუ ეძებს ფულის გათეთრებაში დამხმარეებს. მე არ ვიცი, არ ვარ ამაში ჩამოყალიბებული. იმიტომ რომ მოკავშირე არ ვიცი რაში გამოიხატება მათი მოკავშირეობა. აი იმ სახელმწიფოებში სადაც დადიან. რომ
აქ რაღაც გაუგონარი ქალაქები აშენდეს, რომლის კონტრაქტის ნახვის უფლება არ გვაქვს. ჯერ ვინ მისცა ივანიშვილს სანამ ხელისუფლებას ამის ლეგიტიმაცია. როდესაც საუბრობთ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლებაა, ეს მარტო პარლამენტზე კი არ ვრცელდება და რაღაცა ოპოზიციურ პარტიებში და სახელისუფლებო აი ამ სამარცხვინო ძალას შორის დაპირისპირებაზე კი არ არის საუბარი. აი ეს გადაწყვეტილებები, რასაც იღებენ, სულ არალეგიტიმურია. ხალხისგან არ აქვს ხელდასხმა. ამაზე არის საუბარი და იქ რო ჩადიან საქვეყნო საქმეს რას აკეთებენ? ვინმეს სართმევენ ხელს? ისეც რომელიც ინვესტიციები მოგვაქვს ამასაც არ ვიცი ჯერჯერობით რა ინვესტიცია შემოდის თუმცა ასე შორსაც არ ვიცი მე დარწმუნებული ვარ რომ ხელისუფლება რომელიც შეიცვალა 2024 წლის 26 ოქტომბერს ეს რომ გაფორმებულიყო 10 მილიარდის პირდაპირ ინვესტიცია შემოვიდა და ევროკავშირის ფონდებზე გვექნებოდა წვდომა და ამავე დროს დარწმუნებული ვარ რომ იმ უნიკალურ შესაძლებლობების ფანჯარას რომელიც გაიხსნა ამიერკავკასიისთვის და იდეალურად იყენებს ერდოღანი და ალიევი დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ რომ ყავდეს დამოუკიდებელი ხელისუფლება სამეული ვიქნებოდით რომელიც მიიღებდა იმ შვიდობის გარანტიებს დასავლეთისგან და კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან რომელიც ბევრად უფრო მეტ სიმშვიდეს მიანიჭებდა ჩვენს მოქალაქეებს. ლევან, ბოლოს მინდა რომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ, ეხლა ცოტა ისეთი რადიკალური გადასვლა კი გამოგვდის საგარეო ურთიერთობებიდან ამ თემაზე, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არ ვერ გაგიშვებთ ისე არ დავსვა კითხვა უმაღლესი განათლების სისტემაში დაანონსებულ რეფორმას გულისხმობ, გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია, მათ შორის რას ფიქრობთ უშუალოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე, იმიტომ რომ ამ თემას კვლავ ახლავს მწვავე შეფასებები და ნებათა ღელვა, მათ შორის უშუალოდ აკადემიური სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, აი კეთდება განცხადებები, რომ ბრუნდებით ჩაკეტილ საბჭოთა სისტემაში, რომ ქართული ოცნება ხელების გადაგრეხვის გზით ცდილობს დაიმორჩილოს აკადემიური სფერო. თქვენ რა მიზნებს ხედავთ, როცა ხედავთ უმაღლესი განათლების სისტემაში მმართველი პარტიის ნაბიჯებს და რაც თავარია ხედავთ თუ არა სხვების მსგავსად პოლიტიკურ мотивაციას. პირველ დავიწყებ ამ თემაზე ვისაუბრებ როგორც თესეუს კურსდამთავრებული, რომლისთვისაც ეს უნივერსიტეტი არის ძალიან ძვირფასი, იმიტომ რომ მთელი ჩემი ოჯახი არის ამ უნივერსიტეტის ან რაღაც სტუდენტი, ან პროფესორი, ასე შემდეგ, ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს სული შეინარჩუნა და შემდგომ თავიდან გააღვივა 80-იანი წლების ბოლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ეს არის საამაყო ამბავი და ეკუთვნის განსაკუთრებული პატივი და დაფასება და არა ის აბუჩა დაგდება, რასაც მე ვუსმენ ამ დღეების განმავლობაში, რომ მუდმივად ადარებენ უცხოურ უნივერსიტეტებს ბოდიში, მაგრამ თესეულებზე მეტი საქართველოსთვის არ გაუკეთებია ალბათ ყველა ერთად აღებული ამ უცხოურ უნივერსიტეტში ნასწავლ ხალხს. ბოდიში, აი ამასაც ვიტყვი თამამად, იმიტომ რომ რაღაცა გადავლა მიდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. იქ კიდე სასწაული ხდება ამ ტექნიკურ უნივერსიტეტთან მიმართებაში, აი ამის ანეკდოტად აქციეს GPI, აი თან ის ხალხი, ვისაც ეს ამ უნივერსიტეტის დიპლომი აქვს აღებული. ამას აქვს კონკრეტული მიზანი ამ გაერთიანებას, არავითარ განათლების რეფორმას არ ემსახურება. ეს არის სახელისუფლებო გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც არის პირველი, კიდევ უფრო მოკლას იქ თავისუფალი სული, თუ კი არის დარჩენილი თესეულში, ნამდვილად არის. იქაც ახლა სტუდენტებში არის და რამდენიმე პროფესორში თორე. მე რასაც უსმენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურას, არ ვიცი. ცოტა მწხვენია მათ ადგილას, კიდე ივანიშვილს რო ეხვეწებიან, რომ აი თქვენიანები ვართ, მაგრამ აი ეს როგორც ცუდად იქცევა ბატონო ბიძინა თქვენი ირაკლი, აი ამ ტონით რო ელაპარაკება დიდი ნაწილი პროფესურის. აი ამ პროფესურას მეტი ეკუთვნის ჩვენში რო დაჭერთ. თორე იმ უნივერსიტეტმა რა დააშავა. სიმონ ჯანაშიასთან ამ ესე ვთქვათ საკითხის ირგვლივ მათ შორის ვახსენეთ სწორედ აი სეტეუს აკადემიური სექტორის წარმომადგენლების და მეცნიერ თანამშრომლების ღია წერილი, რომელიც მათ გაუგზავნეს ბიძინა ივანიშვილისადმი. ხო, აი რა პრობლემას აჩვენებს წერილი, რომელიც თქვენ უნივერსიტეტში არის ძალიან ღირსეული პროფესურის ნაწილი, მაგრამ განსაკუთრებით ტექნიკურ უნივერსიტეტში მე რასაც უყურებ, ამ პროფესურის უმრავლესობა არის ჩვეულებრივი კონფორმისტი, რომელთა სტუდენტებსაც სახიძულები რო დაულეწეს, ხმა არ ამოუღიათ, ეხა სამსახურის დაკარგვის პრობლემა რო უდგებათ, გამოვარდნენ ქუჩაში. აი ეს არის სისულელე, ეს არის კონფორმიზმი, მათ შორის. იმიტომ რომ იქ რომ რუსთაველის გამზირზე ძოლებში გშლიდნენ,
მაშინ არ ახსოვდათ და ეხლა ალბათ სამსახურს დაკარგავს ზოგიერთი ქოცი პროფესორი იქ. ყველას არ ეხება რა თქმა უნდა და ისევ ღია წერილით მიმართავენ ბიძინა ივანიშვილს და მინდა გითხრათ რომ ბიძინა ივანიშვილი გხურავთ ჩემო კარგებო. აი ეჭვი არ შეგეპაროთ. აქ რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი, ვინც კი წესიერი პროფესორია იქ დარჩენილი, ყველა სამსახურიდან გაუშვან. მეორე არის რომ კიდევ უფრო მეტი კონტროლი დაამყარონ სტუდენტებზე. მესამე არის ის რომ ამ უნივერსიტეტებს აქვს ძალიან სერიოზული უძრავი ქონება თბილისის ცენტრში. შემცირდება სტუდენტების რაოდენობა და ამ ქონებას მერე ქოც დეველოპერებს მიცემენ რომ ჭავჭავაძეზე და საბურთაოზე ააშენონ ახალი კორპუსები. აი ამ მიზნებს ვხედავ. აბა ამათ რა ეთყობათ რომ მას თუ ამ ხელისუფლებას უნდა რომ ამ ქვეყანაში ყოფილიყო განათლების სისტემა არ უნდა დაესვათ მინიმუმ არ უნდა დაედოთ პრეზიდენტად კაცი რომელიც ნამყოფი არ არის უნივერსიტეტში. ამიტომ ჯერ განათლების რეფორმა დაიწყონ იმით რომ იქნებ წლევანდელ აბიტურიენტებს მიხეილ ყაველაშვილი შეუერთდეს და ჩააბაროს რომელიმე უნივერსიტეტში რომ იქნება ეს პერიოდი უფრო ნაყოფიერად გამოიყენოს რაღაცა ოდნავ ცოდნა მიიღოს. მადლობა დიდი ლევან. მადლობა თქვენ. იმისთვის რომ მოხვედი და უპასუხე ჩვენს კითხვებს, დაგემშვიდობებით ლევან სანიკიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამა, რეკლამის შემდეგ კვლავ ქართული ოცნება და მისი კანონშემოქმედება. ამ შემთხვევაში უკვე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი და იურისტი კახა კოჟორიძე გაგვიზიარებენ საკუთარ პოზიციებს, ასე რომ დაგვეთით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, თავისუფალი სტუდია დასკვნითი ნაწილით ბრუნდება პირდაპირ ეთერში, სადაც უკვე ქართული ოცნების კანონშემოქმედებაზე განვაგრძობთ საუბარს, თუმცა ამჯერად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და იურისტებთან ერთად გვერდებიან არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი და იურისტი კახა კოჟორიძე. გამარჯობა და მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ ლევან, მოდით თქვენ დაგისვავთ პირველ კითხვას და დავიწყოთ იმ ინიციატივის შეფასებით, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში გაჟღერდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე კოლეგებს მიმართავს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ პირებს, ვინც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ ცნობს და სხვებსაც საჯაროდ მოუწოდებს არცნობისკენ. გეტყვით იმასაც, რომ გორდულაძის ინიციატივას პოზიტიური გამოხმაურებები აქვს ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან, რომლებიც ასევე მიიჩნევენ, რომ დიახ, უნდა იფიქრონ, როგორ შეიძლება მოწესრიგდეს, როცა ადგილი აქვს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ექსტრემისტულ გამოვლინებას. ციტატის დასასრული. აი გითხარით, რას ამბობს დემოკრატიული სამართლებრივი სისტემა, რამდენად შეიძლება დანაშაულებრივ ქმედებად გამოცხადდეს, თუ ადამიანს არც ხელისუფლება ლეგიტიმურად არჩეულად არ მიაჩნია და ამაზე საკუთარ პოზიციას საჯაროდ გამოხატავს და ხო აი რამდენად დასაშვებია ასეთ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება. ცხადია, დასაწყისში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად არაკონსტიტუციურია ასეთი შეჯიბრის დაწესება. აქ გასაკვირი ის არის, რომ ეს იდეა წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში საერთოდ არ ფიგურირებდა და უცებ პროცესში გაჩნდა, ხო? ანუ საოცარი ტემპია, როგორც წესი აღებული, არა მარტო ის შეზღუდვები, რომელიც ისედაც ძალიან პრობლემური არის, რაც დაინიცირებულია და პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, არამედ უკვე რაღაც ახალი იდეები ჩნდება, რომ კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა დაწესდეს, ხო? ცხადია, ეს თქვენ რაც ბრძანეთ, ეს იდეა რაც არის სრულად არ შესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს იმ სტანდარტებს, რაც საქართველოში უნდა იყოს წესით, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და არის ძალიან უხეში ჩარევა ადამიანის აზრისა და სიტყვის გამოხატვის ფარგლებში. არანაირი პროპორცია აქ არ არის დაცული, არანაირი მიზანი ამას არ აქვს, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ცენზურა დაუწესო ადამიანს, შეაშინო და რეპრესიის ქვეშ მოაქციო. შესაბამისად სასახად ნეგატიურად შევაფასებთ ამ ინიციატივას. აი რამდენად მიღწევადი შეიძლება იყოს მიზანი, ამასაც კითხავთ ქართულმა ოცნებამ ლეგიტიმაცია მიიღოს მკაცრი საკანონმდებლო ინსტრუმენტების გამოყენებით და ახალი ტიპის სამართლებრივი გზების გაჩენის გზით. ეს ალბათ მათ უნდა ვკითხოთ. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია მსგავსი რამის მცდელობა სადმე რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას თუ ქონია? ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყნებში არ არსებობს ასეთი ნორმა, რომ ფაქტობრივად ადამიანს აიძულებენ, რომ მან აღიაროს ვიღაცის ლეგიტიმაცია, ხო? ანუ რომელიმე პარტია, რომელიც გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ ვიღაცას არ მოსწონს
უნდა აღიარებინონ ძალით ლეგიტიმაცია. ხო, ანუ აქ რა თქმა უნდა, ბევრი ტერმინი დასაზუსტებელი იქნება თუ რაიმეს წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის სახით და რას ნიშნავს, საერთოდ აღიარება რაში უნდა გამოიხატოს, რამ საჯარო განცხადება უნდა გაკეთდეს, თუ რა უნდა გაკეთდეს, ესეც სულ საჯარო მოწოდების გაკეთებაზე იყო საუბარი, რომ არ უნდა, ესე ვთქვათ, მოუწოდებდეს სხვასაც მისი პოზიციის გაზიარებას. ეს ხო ჩვეულებრივ დემოკრატიულ ქვეყნებში სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში ასეთი ტიპის აზრები, რომ ვიღაცა შეიძლება არ მოსწონდეს თუნდაც ის საკუთარი არჩეული ხელისუფლება, მას აკრიტიკებდეს, არ აღიარებს როგორც გამარჯვებულს მაგალითად, როგორც მის ხელისუფალს და შესაბამისად ამის გამო არანაირი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მას არ შეიძლება რომ დაეკისროს, ხო? ანუ ეს თუ ასე იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ალბათობით ბოროტად იქნება ეს გამოყენებული და ის იდეები და ის პრინციპები, რაც არსებობს ზოგადად სამართლებრივ სახელმწიფოში, ეს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები იქნება უკიდურესად შელახული, ხო? ანუ აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იქნება იმგვარად შელახული, რომ რეალურად ეს დემოკრატიის ძირგამომთხრელი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, ასეთი მაგალითი უბრალოდ წარმოუდგენელია, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობდეს. მადლობა ბატონ ლევან ბატოკახა, თქვენთან გადმოვალ და ახლა თქვენ გითხარით, არ ვიცი, როგორ უყურებთ იმას, რაც არჩილ გორდულაძის მხრიდან მოვისმინეთ და გაჟღერდა. ერთი მხრივ რას აჩვენებს და აჩვენებს თუ არა, რომ ქართულ ოცნებას აღელვებს, თქვათ, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემა და მეორე მხრივ რა შედეგები შეიძლება დადგეს თუ კი ეს ინიციატივა კანონად იქცევა. აი, რამდენად შეიძლება ეს იყოს პატიმრების ახალი ნაკადის შესახებ ანონსი, პატიმრების ახალი ნაკადის მომასწავებელი, იმიტომ რომ ხო, რა ვიცი, ლეგიტიმაციის პრობლემა უდგას ქართულ ოცნებას ნამდვილად 2024 წლის არჩევნების შემდეგ და სხვათა შორის არა მხოლოდ პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წარმომადგენლების მხრიდან, არამედ ოპოზიციურად განწყობილი რიგითი ადამიანების მხრიდანაც. შესაბამისად, რამდენად შეიძლება იმ პატიმრების ახალი მოსალოდნელ ახალ ნაკადში ვნახოთ არა მხოლოდ მართლაც პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები, არამედ რიგით მოქალაქეებსაც შეეხოს და რიგით მოქალაქეებამდეც მივიდეს ეს ცვლილებები, თუ კი რა თქმა უნდა ის ამოქმედდება. დიახ, მოგესალმებით პირველ რიგში. რა ვიცი, მე როგორც მოქალაქეს თუ როგორც იურისტს დამიჭირს ამ ტიპის საკითხებზე საუბარი, იმიტომ რომ რა ვიცი, ადამიანს არ ჭირდება არც დიპლომი, მხოლოდ რაღაცა საღი აზრი არის საკმარისი იმის შესაძლებელად, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივები რაოდენ დამაზიანებელი შეიძლება იყოს სახელმწიფოსთვის, სადაც რაღაცა ელემენტარულ დემოკრატიაზე შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას და სახელმწიფოს პრეტენზია. იმიტომ რომ აზრის ფაქტობრივად ეგ არის აზრის დაპატიმრება რა. ეგ დაანონსებული, ასე ვთქვათ, ცვლილება თუ მართლად იქცა რეალობად და მე მგონი უკვე არც არაფერი აღარ უნდა გაგვიკვირდეს. ეს იქნება მცდელობა რაღაცა კუდიანებზე ნადირობის და აზრის დაპატიმრების მცდელობა. იმიტომ რომ ის რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მიუღებლობა ან კრიტიკული აზრი და ამობდეს რომ არჩევნები არასწორად ჩატარდა თუ არჩევნები გაყალბდა, ეს კონსტიტუციური უფლებაა. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ თავისუფალია ნებისმიერი მოქალაქე ასეთი ტიპის საკითხებზე ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია და მსგავსი ტიპის აკრძალვა იქნება ცალსახად საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო და ბუნებრივია იქნება დამაზიანებელი, დამთრგუნველი ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის და მეორეს მხრივ აი გაცხადებულ მიზნად ასეთ ტიპის ცვლილებებისას ამობენ ხოლმე რომ აი ესეთი რაღაცა რადიკალიზაციას იწვევს არალეგიტიმურად პარლამენტის გამოცხადება და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში რადიკალიზაციას ესეთ ტიპის ცვლილებები გამოიწვევს, იმიტომ რომ ადამიანს თუ შეუზღუდავ გონივრულად მოქმედების თუ რაღაცა გონივრული კანონების პირობებში მოქმედების საშუალებას ის შეეცდება სხვა ფორმით გამოხატოს ეს აზრი და სხვა ფორმებში შეიძლება მათ შორის უფრო რადიკალური ფორმები იგულისხმოს. ეს რა ვიცი, რა შემიძლია თქვა გარდა იმისა, რომ კატეგორიულად არის მიუღებელი, რა ვიცი, პოლიტიკოსები არათუ ესეთ ტიპის გამოპროექტებს არ უნდა წერდნენ, უბრალოდ ესეთი
ტიპის განცხადებები საერთოდ აცდენილია და მოწყვეტილია ხო, მაგრამ აი ნახეთ რას ამბობენ ქართულ ოცნებაში მართო პარტიას გერმანიის, კერძოდ აი მაგალითად რაიხსბიურგერების პოლიტიკური მოძრაობის მაგალითი მოხავს და ამბობს, რომ თუ გერმანიის ხელისუფლებამ ეს მოძრაობა აკრძალა, რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ საქართველოში. ამ კონტექსტშიც კითხავთ, მოდით, აი რამდენად სწორი მაგალითი შეიძლება იყოს აი გერმანული მოძრაობის შემთხვევა და პარალელის შესაბამისად უკვე იმ ადამიანებთან გავლება, ვინც აქ საქართველოში ქართული ოცნების პოლიტიკას აპროტესტებენ. დიახ, ნახეთ, მე ზუსტად არ ვიცი ახლა ეგ მაგალითი და მაგისი შინაარსი, მაგას მე ვერ გეტყვით ნამდვილად და ამიტომ შედარებას ვერ გავაკეთებ. მაგრამ თავად კონტექსტი უკვე განსხვავებულია, რატო? იმიტომ რომ გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას და ცივილურ ქვეყნებს არ ქონიათ ისეთი კრიტიკული დამოკიდებულება, რაც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ხო, ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი ის, რომ იქ პრობლემური კანონი თუ იქნება, იმ პრობლემური კანონის ინტერპრეტაცია სასამართლოში როცა მოხდება, გერმანიის სასამართლოზე ვერავინ ვერ იტყვის, რომ ასეთ ტიპის საქმეებს უსამართლოდ განიხილავს და მე ადვოკატი ვარ, მოქმედი ადვოკატი ვარ, მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური შეხება სასამართლოსთან და სტანდარტულ ჩვეულებრივ ქონებრივ დავებზე არაერთ საქმეზე ჩვენ სწორ და სამართლიან შედეგებს ვაღწევთ, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური მდგენელი შემოდის და ეგ არის თქვენს მიერ დასახელებული кейსი, თუ დაუშვათ ესეთ ტიპის დავა წარიმართა სასამართლოში, აქ უკვე პოლიტიკური მდგენელი შემოდის, ასეთ ტიპის საქმეზე საქართველოს სასამართლოში წარმატების მიღწევა უკიდურესად რთულია, შეუძლებელი თუ არა. არაერთ ორგანიზაციას გასაჩივრებული აქვს დაანონსებული მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ გუშინ საიას ერთ-ერთი ყოფილი თავმჯდომარე ამბობდა, რომ საკმაოდ დიდი პერიოდი გავიდა, იმასაც კი ვერ მიაღწიეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე პირველი მოსმენა და სხდომა ჩაატაროს. რა თქმა უნდა, კონტექსტი აბსოლუტურად ჩვენ ისევ განვაგრძობთ საუბარს გრანტებთან დაკავშირებულ კანონზე, იქამდე ბატონ ლევან და თქვენ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია იმ გერმანულ რაიხსბიურგერების პოლიტიკურ მოძრაობაზე და შესაბამისად რა სიტყვით იმ მსგავსებაზე, რა მსგავსებასაც ხედავს შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები გერმანულ მოძრაობაზე და თავის მხრივ უკვე იმ ხალხს შორის, ვინც აი აქ ქართული ოცნების ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ. აი რამდენად შეიძლება გერმანიის მაგალითი საქართველოსთვის იყოს შესაბამისი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ინიციატორის ავტორი არჩილ გორდულაძე, ისე როგორც უმრავლესობის სხვა წევრები, ამბობენ, რომ სწორედ გერმანიის როგორც ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყნის მაგალითის გაზიარებას და გამოცდილების გაზიარებას აპირებს საქართველოს. მიცეთ რა არის ზოგადად ეს სტრატეგია მოგეხსენებათ რომ მათი მხრიდან არ არის ახალი, ხშირად მოვაქვთ ხოლმე ასეთი მაგალითები და არაზუსტი ანალოგიები, რომ აი რაღაც ქვეყანაში მოქმედებს მაგალითად ცხოვრი გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ჩვენ რატო არ უნდა გადმოვიღოთ, ხო? მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს დეტალები და კონტექსტი, რაზე საუბრობთ, ხო? ანუ იმ ქვეყნებში კონკრეტულად რა რეგულაციები მოქმედებს, ესე ზოგადად თქმა რომ იქ ვიღაცა გააუქმეს თუ აკრძალეს და ასე შემდეგ, არაფერს არ გვეუბნება თუ ჩვენ დეტალებს არ ჩაუღრმავდებით, ხო? ანუ იგივე იყოს სხვა კანონურ პროექტებთან დაკავშირებით, თითქოს და რომ მათ გადმოიღეს ამ სხვა ქვეყნებიდან ეს მაგალითები, იქაც იყო აბსოლუტურად განსხვავებული დეტალები, რომელიც რადიკალურად ცვლიდა უბრალოდ იმ კანონების შინაარსს, აი მაგალითად რო ავიღოთ ფარასთან დაკავშირებული ამბავი, როდესაც თითქოს და დააკოპირეს ფაქტობრივად ამერიკული ვერსიიდან, მაგრამ ისე განმარტეს მე რომ უკვე აქ ეს გადმოკოპირებული კანონი და სასამართლო პრაქტიკა ისეთი იქნებოდა და რეგულატორი ისე განმარტავდა ამ ყველაფერს, რომ ასეთი რამ ამერიკაში მაგალითად ეგეთი განმარტებები არ ხდება ფარას, ხო? იგივე არის აქაც ზუსტად. ეს თქვენ რა ჯგუფიც ახსენეთ, მე რამდენადაც ვიცი ასე დეტალურად არ ვიცნობ ამ შემთხვევას, საერთოდ სხვა მაგალითია, არასწორი ანალოგია არის ჩვენ შემთხვევასთან, იმიტომ რომ ეს არის რაღაც მარგინალური ჯგუფი, რომელიც საერთოდ არათუ რომელიმე პარტიას ან მთავრობას არ აღიარებს, არამედ ზოგადად
გერმანიის როგორც სახელმწიფოს ფედერალურ რესპუბლიკას არ აღიარებს და რაღაცა განსხვავებული, ასე ვთქვათ, მიდგომები აქვს მოწყობასთან დაკავშირებით, იქ რაღაც სამეფოს ლობირებენ და ასე შემდეგ და არის ძალიან მარგინალური, ერთი ჯგუფიც არ არის, როგორც მახსოვს, არის რამდენიმე, ასე ვთქვათ, რაღაც შეიარაღებული გადატრიალებაც ედებოდათ მათ. კი ბატონო, მათ შორის იარაღიც ჰქონდათ გამოყენებული, დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, ამიტომ ეს მაგალითად აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ ვითარებას, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, ანუ იმ ადამიანებს თუ ორგანიზაციებს, რომლებსაც არ ჯერათ, რომ მაგალითად არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, თავისუფლად და არ გაყალბებულად და ამის გამო ისინი არ აღიარებენ ლეგიტიმურად, ხო, მათ თვალში არ არის ლეგიტიმური ქართული ოცნება, ან იმის გამო, რომ მათ გადაუხვიეს ჩვენ საგარეო პოლიტიკას, რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი და ფაქტობრივად კონსტიტუციას არ ღვევენ, აი ამის გამო ხდება, რომ არ აღიარებენ ლეგიტიმაციას, არის აბსოლუტურად ორი განსხვავებული მაგალითი, ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი დემაგოგია. გერმანიაში ან რომელიმე ქვეყანაში უბრალოდ არ ვიცი, ძალიან აბსურდზე ვსაუბრობთ. არჩევნები თუ ჩატარდა და დამარცხებულმა ძალამ არ აღიარა გამარჯვებულის გამარჯვება. ანუ რა გამოდის, რომ მაგ შემთხვევაში გამარჯვებულმა დამარცხებულმა დაიჭიროს. ხო? ანუ ეგეთი კანონ პროექტი თუ ხორცს შეისხამს, პრაქტიკულად მაგას ნიშნავს და ნუ ძალიან აბსურდია, რა თქმა უნდა. ბატონო, მოდი მაშინ რადგან თქვენ დაასრულეთ საუბარი, თქვენთან განვაგრძობ ინტერვიუს კიდევ ერთ საკითხთან მიმართებაში, რომელიც უკვე უკავშირდება გრანტების შესახებ კანონში შესატანად გამზადებულ ცვლილებებს და გავახსენოთ მაყურებლებს იქამდე ვიდრე კითხვას დაგისვავთ, რომ უცხოეთიდან მიღებული ნებისმიერი თანხა შეიძლება გრანტად ჩაითვალოს, თუ კი თავის მხრივ ჩაითვალა, რომ აი ამ უცხოეთიდან მიღებული თანხით პოლიტიკაში ჩაერთო კონკრეტული პირი ან რაიმე პოლიტიკური აქტივობა განახორციელა. რა პრობლემას აჩენს უკვე ესახსნათ მაყურებლებისთვის მომზადებული ცვლილებები და რა განასხვავებს მას აქამდე ამოქმედებული გრანტების შესახებ და ისედაც გამკაცრებული კანონისგან, ისე როგორც აი ბატონმა ლევანმა ფარა ახსენა, ამერიკული ფარა წეღან და ყველა სხვა თქვათ იმ კაცრი კანონისგან, რასაც ოცნება ბოლო 2 წელი აიღებს. დიახ, ნუ მოკლედ არსებული კანონმდებლობა რო უკიდურესად შემზღუდავია და ხელს უშლის ჩვენს ქვეყანას რაღაც ნაბიჯები წინ გადადგას რაღაც დემოკრატიული განვითარებისკენ, ეს უკვე საყოველთაო აზრად შეგვიძლია მივიჩნიოთ. შეიძლება ქართული ოცნება ამას არ ეთანხმება, გასაგებია მათ თავიანთი პოზიცია აქვთ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება, ევროპული ჩვენი მეგობრები მაგას ცალსახად ხაზს უსვამენ. მაგრამ ეს დაანონსებული კანონპროექტი უკვე ყველანაირ ზღვარს ცდება და აქამდე თუ მტრის ხატს ხატავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, ახლა უკვე ამ კანონის კაცრი კონტროლის სუბიექტები შეიძლება გახდნენ ნებისმიერი მოქალაქე თუ მოქალაქეობის არ მქონე პირი თუ იურიდიული პირი. ყველა პოტენციურად ყველა ადამიანი, რომელიც რაიმე სახის ფინანს თანხას მიიღებს უცხო სახელმწიფოს მოქალაქისგან, ან უცხოური ორგანიზაციისგან, ან რაღაც ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციისგან, ეს თანხა თუ იქნა რაიმე ფორმით გამოყენებული და ვიღაცამ ჩათვალა, რომ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს საშინაო პოლიტიკის რაღაც გატარებისკენ თუ შეცვლისკენ თუ ჩამოყალიბებისკენ, მაგ შემთხვევაში ეს მიღებული თანხა შეიძლება ჩაითვალოს გრანტად, რომელსაც შეიძლება მოყვეს სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა. ანუ ძალიან აბსურდია, მარტივ მაგალითზე, რაც მე დავწერე, იმას გავიმეორებ, აი პირობითად ადამიანს რო ჩაურიცხოს თავისმა ნათესავმა, რომელიც გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქე. ხო ვიცით, არ არის შემთხვევა, რომ ჩვენი თანამემამულეები უცხოეთში მიდიან, ზოგი კარგავს საქართველოს მოქალაქეობა, ზოგი საქართველოს მოქალაქეობას არ კარგავს და ისე ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქე. ანუ თქვენც ხედავთ საფრთხეს უშუალოდ ემიგრანტებთან დაკავშირებით რა შეფასებებიც კეთდებათ. თვითონ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ კანონი ემიგრანტებს არ შეეხებათ. უცხო სახელმწიფოს მოქალაქე წერია. ნახე რა მე იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რომელი პოლიტიკოსი როგორ მარტავს. მე ვარ იურისტი, მაქვს ჩემი აზრი. მე ტექსტიდან გამომდინარე ვსჯელობ. ტექსტში წერია უცხო ქვეყნის მოქალაქე. შესაბამისად, თქვენი ნათესავი თუ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, პირობითად წავიდა, რომელი გერმანიის წავიდა და გახდა გერმანიის მოქალაქე. კი ბატონო, მყავს კიდეც ჩემი და ჰოლანდიის მოქალაქეა. აი თქვენი და არის ჰოლანდიის მოქალაქე, ხო?
თქვენმა დამ რომ გამოგიგზავნოთ პირობითად 10 ევრო. კი ბატონო. და იმ 10 ევროთი თქვენ რო იყიდოთ დროშა და წახვიდეთ აქციაზე და ააფრიალოთ ეს დროშა და თქვათ რომ პირობითად თბილისში უნდა შეიცვალოს ჰაერის დაბინძურებაზე კონტროლი. ეს შეიძლება აი ისეთი აბსურდი კანონია, ნონსენს ვაბლობ, მაგრამ ეს კანონი იძლევა ესეთი ტიპის განმარტების საშუალებას, რომ თქვენ ხართ გრანტის მიმღები და რადგან ამ 10 ევროს გამოყენებაზე პრემიერ-მინისტრისგან თანხმობა არ მიგიღიათ, თქვენ შეიძლება გახდეთ სისხლის სამართლიანი პასუხისმგებლობის სუბიექტი. ნუ, აი აბსურდი არის, რა თქმა უნდა და სრულიად თან რა მაინტერესებს, აქ კანონში ისეთი ზოგადი ფორმულირება, იმდენად ბუნდოვანი, იმდენად ფართოა, ესეთი ტიპის ტერმინებია, რომ საშინაوان საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება, გატარება, ცვლილება. საერთოდ ტერმინი ცვლილება რატო არის? რატო უნდა მოხდეს ამისი აკრძალვა თუ კრიმინალიზება? ცვლილება აპრიორი ცუდი რატოა, ხო? ან შეიძლება რაღაცა არ მოგწონს და გაუარესება კი არ გვინდა. გაკეთილშობილება, მაგალითად, არ მოგწონს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. და ვამბობთ, რომ აი სასწრაფოდ არის დასაწყები ხეების დარგვის ფართომასშტაბიანი კამპანია. ვიღაცამ შეიძლება აი ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობა არის. იმიტომ რომ ამ მოქმედ ხელისუფლებას ესეთი პოლიტიკა არ აქვს ახლა და შენ რატო უბიძგებ, რომ შეიცვალოს ეს კანონი, ეს პროექტი თუ იქცა კანონად, ასეთი ტიპის აბსურდული განმარტების საშუალებას იძლევა. ერთ წინადადებას დავახსენე, თუ შეიძლება. მე იმას არ ვამბობ, რომ აუცილებლად ასე განმარტავენ, მაგრამ მე როგორც იურისტი თუ შემეკითხებია, რომ იძლევა ეს კანონი თუ არა, ესეთი ტიპის განმარტების საშუალებას, ამაზე პასუხი არის, რომ დიახ იძლევა. გასაგებია, ბატონ კახა, მადლობა, დროებით დაგემშვიდობებით და ბატონ ლევანთან გადავალ. ბატონ ლევან, აი თქვენც გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია, რა არის თქვენი სათქმელი უკვე გრანტებთან და იმ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებზე და აქვე თვითონ ქართული ოცნება აი მომზადებულ ცვლილებებს პაკეტს, რომელიც პარლამენტშია შესული, ხსნის იმით, რომ ამოიქოლოს წინა ჯერზე მიღებული კანონების გვერდის სწავლის გზებით და სხვა შორის ამ კონტექსტში მართული პარტია მარტა კოსის განცხადებაზე, ნოემბერში გაკეთებულ განცხადებაზე აპელირებს ხშირად და გავაცნობ კიდეც მაყურებლებს ამ განცხადებას, რომელშიც ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ამბობს ასეთ რამეს, ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ მათი არსებობა არ დავაზიანოთ. აი დავანებოთ თავი ქართულ ოცნებას, როგორ უნდა გავიგოთ მარტა კოსის განცხადება, ესეც მინდა რომ გკითხოთ, რამდენად შეიძლება ამ განცხადებაში იგულისხმებოდეს სამოქალაქო სექტორისთვის ერთგვარად შავი ფულის რაღაცნაირად გადაცემა, იმიტომ რომ ქართული ოცნების მტკიცებით მომზადებული ცვლილებები სწორედ მოსალოდნელი შავი ფულის ტრიალს აკრძალავს ქართულ პოლიტიკაში. პირველ რიგში რა თქმა უნდა არ ვიცი რა იგულისხმავს შემთხვევაში ხალხმა მარტა კოსმა, თუმცა ის კანონპროექტი რაც არის დღეს პარლამენტში წარმოდგენილი არ ეხება ორგანიზაციას მხოლოდ, ხო, როგორც უკვე ახლა განმარტა, ის შეიძლება ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეეხოს და ის მიზანი თუ არის რომ რაღაცა მოკოლონ თუ ჯერ ისედაც ის რეგულაციები რაც აქამდე მიიღეს არაკონსტიტუციური არც ისენ და ძალიან მკაცრად არის ისინი შეფასებული ვენეციის კომისიის მხრიდან იქნება ეს თუ სხვადასხვა სანდო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და მეორე რაღაცა ხრელების ამოქოლვის მიზნით შენ ადგედა ესეთი გაუგებარი არაგანჭვეტადი რეგულაცია მიიღო, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეეხოს, რომელიც რაღაცა ელემენტარულ აზრს დააფიქსირებს პოლიტიკაზე, როგორც ფართო ცნებაზე, ფართო გაგებით პოლიტიკაზე, ეს არის გაუგონარი რამ, ხო, ანუ ფაქტობრივად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერ ადამიანს მაქსიმალურად უზღუდავ, ხო, ანუ პოლიტიკაში მონაწილეობას როგორც ასეთს და ეს კიდე ცალკე წყება არის ცვლილებებისა, რომელიც ამავე პაკეტში არის, ფაქტობრივად უგრძალავ, ხო, ამით, ხო? ანუ ისეთი ბუნდოვანი ჩანაწერებია, რომ იქ რეალურად სუსხავი ეფექტი ძალიან თვალსაჩინოა
და ნებისმიერ ადამიანს ექნება როგორც მინიმუმ თვითცენზურა, იმასთან დაკავშირებით, რომ აი რაღაცა თანხას თუ იღებს თქვენ, მაგალითად თქვენი ოჯახის წევრისგან ან ნათესავისგან, მეგობრისგან და ასე შემდეგ უცხოეთიდან სულ იქნება იმის შიში, რომ ეს ხო არ იქნება რაღაცა უკანონო თუ მე რაღაცას ვიტყვი, მაგალითად Facebook-ზე რაღაცას დავაფიქსირებ. ხო, აქ ასევე აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში კანონის ბოროტად გამოყენებისგან მოქალაქეებს იცავს ხოლმე როგორც ეს სასამართლო, ხო? ამ სასამართლო განმარტავს ხოლმე ამ ნორმებს და თუ რაღაცა ნორმა არასწორად განიმარტა აღმასრულებლის მხრიდან და ვიღაცა არასწორად დაისაჯა, სასამართლო ამას ასწორებს ხოლმე. ჩვენ შემთხვევაში მოგეხსენებათ, რომ ამ ხელა დისკრეციას როცა ჩვენ ვაძლევთ ერთი მხრივ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც ამ კანონს გამოიყენებს გარკვეული ადამიანების წინააღმდეგ, მე უკვე სასამართლოს ფაქტობრივად აი ეს ბალანსი და ფილტრი აღარ არსებობს, რომელიც დაიცავს მოქალაქეს, ძალიან საშიში ხდება მე უკვე ეს რეგულაცია, ხო, აი ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ყველა ადამიანი, ვინც რაღაცა სარგებლოს იღებს უცხოეთიდან, ნებისმიერი პირის მხრიდან, არა მხოლოდ ფულადზე არის, ეს მნიშვნელოვანია ვთქვათ, ხო, ფულად გადმორიცხვაზე არ არის. ნატურალური ფორმითაც შეიძლება იყოს, რა ვიცი, ლეპტოპი რო გამოგიგზავნოთ მაგალითად ვიღაცა უცხოეთიდან, შეიძლება ესეც პრობლემა გახდეს და გრანტად ჩაგითვალონ, ხო? აქედან გამომდინარე სრულიად, ასე ვთქვათ, გაუგონარი არის ეს ცვლილებები და ვერაფრით ვერ გამართლდება იმ მოტივით, რომ ვიღაცამ ევროკომისარმა თქვა, რომ რაღაცას აპირებს, ხო? ანუ შეუძლებელია, რომ ეს იყოს ამისი მიზეზი. ბატონ ლევან, რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს მეწარმეებთან დაკავშირებული ინიციატივა, ვიდრე ეს ვთქვათ გასულ კვირას დაანონსდა და ერთ კითხვას მოდით ამ თემაზე აქცენტირებულადაც დაგისვავთ. ამ შემთხვევაში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძეს თავაზობს უმრავლესობას პოლიტიკურ საქმიანობაში გააქტიურებული მეწარმე სუბიექტები პირველ ჯერზე დაჯარიმდნენ, მაგრამ მეორე ჯერზე უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოხვეს მათ ქმედებას, მაშინ როდესაც მანამდე გაჟღერებული ინიციატივით მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი ორივე შემთხვევაში. აი რატომ მოხვდა თქვენი აზრით ოცნების აი თვალთახედვის არეალში ბიზნეს სუბიექტები და რა საჭირო შეიძლება იყოს მათ მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის შემოტანა, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას ამ ადამიანების მიმართ ამ ადამიანებზე ზემოქმედების ბერკეტები ისედაც უნდა ქონდეს. აი რა გონიათ უშუალოდ მათთან დაკავშირებული ცვლილებების ამ შემთხვევაში გრანტების შემთხვევაში და ასევე პოლიტიკაში მონაწილეობის კუთხით რა შეზღუდებით არის შემოტანილი, ამაზეც ვისაუბროთ, ორი სიტყვით ალბათ კარგი იქნება. ამ ყველა ინიციატივის თავარი მოტივი, როგორც ჩანს, არის ერთი და იგივე, მათ უბრალოდ სურთ, რომ ნებისმიერი პირი, იქნება ფიზიკური თუ იურიდიული პირი, იქნება არასამოწარმოო სუბიექტი, მაქსიმალურად იყოს შებოჭილი, გააკონტროლოს თავისი საქმიანობა იმ მიმართულებით, რომ პოლიტიკაში არ ჩაერიოს, ხო? პოლიტიკაში ფართო გაგებით, როგორც თქვი, ანუ აქ არ იგულისხმება პარტიული პოლიტიკა მაინც და მაინც, აქ საუბარი არის პოლიტიკაში ჩარევაზე ფართო გაგებით, მათ შორის უბრალოდ აზრის დაფიქსირების გზითაც კი, ხო? რაც არის აბსოლუტურად არადემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნოთ. იგივე ეხება სწორედ აი ამ იურიდიულ პირებზე, მეწარმე იურიდიულ პირებზე აკრძალვას, რომ მათ, ანუ ესეთი ჩანაწერია, რომ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება ეკრძალებათ მათ და ამ პოლიტიკური საქმიანობა იმდენად ფართო ტერმინია და არ არის დაზუსტებული კონკრეტულად რა იგულისხმება, რომ შეიძლება ნებისმიერი განცხადება იქნება თუ შეფასება რაღაცას სიტყვაზე საკანონმდებლო ცვლილების შეფასება რომელიმე ბიზნესის მხრიდან, როგორც იურიდიული პირის მხრიდან, ან აი მაგალითად ბევრი ბიზნესი არის, რომ რაღაცა ესეთი სლოგანები აქვს ხოლმე მაღაზიებზე, ხო, სიტყვაზე არა რუსულ კანონს, ესეთი სლოგანები არსებობს მინახავს მაღაზიებზე, ან რუსეთი ოკუპანტი, ან რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული. აი ესეთი განცხადებები უკვე ფაქტობრივად აკრძალული ხდება და საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯარიმა წესდება და ასევე აქვე მინდა თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ასევე რაც არის, ეს არის მესამე ნაწილი ამ ინიციატივის, ეს არის პოლიტიკაში ადამიანების მონაწილეობის შეზღუდვა, ხო? ანუ აქ არის ორი ძირითადი ცვლილება. ერთი ის, რომ
მხოლოდ იმიტომ, რომ შენ უბრალოდ მუშაობდი ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც დიდწილად უცხოური დაფინანსებით ფუნქციონირებდა, ამის გამო ფაქტობრივად პასიურ საარჩევნო უფლებას ართმევენ ადამიანებს 8 წლით, ხო? ანუ ეს არის ერთი ძალიან პრობლემური ცვლილება და სრულად არაკონსტიტუციური ცვლილება. და მეორე, ეს არის ეგრეთ წოდებული განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ტერმინი არსებობდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში. ეს ტერმინი შეიცვალა განცხადებული პარტიულ პოლიტიკური მიზნის მქონე პირი და უკვე აღარ არის საჭირო, რომ შენ საჯაროდ კონდეს განცხადება გაკეთებული იმის შესახებ, რომ არჩევნების გზით გსურს ხელისუფლებაში მოსვლა. ანუ ნებისმიერი რაღაცა პოლიტიკასთან დაკავშირებული საქმიანობა შეიძლება საფუძველი გახდეს, რომ შენ ფაქტობრივად პარტიის მსგავსი, პოლიტიკური პარტიის მსგავსი შეზღუდვები დაგიწესონ და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ხანგრძლივობით. აქამდე თუ ეს არჩევნებზე იყო მხოლოდ მიმული და არჩევნების შედეგების შეჯამებისთან უქმდებოდა ეს შეზღუდვები ამ პირზე დაწესებული. ახლა უკვე ნებისმიერ დროს შეიძლება განუსაზღვრელი ვადით დაგიწესონ ეს შეზღუდვები, ხო? ესაც სრულიად გაუგონარი შეზღუდვა და იგივე მოტივია აქაც, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს პოლიტიკური კონკურენცია, არავის არ გაუშვეს სურვილი და ასე ვთქვათ, სურვილი იმისა, რომ პოლიტიკაში რაღაცა გააკეთოს, როგორც აქტიური, ისე პასიური ქმედება იგულისხმება აქ, არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობა, არამედ რაღაც აგიტაცია გაწიოს, დააფინანსოს პოლიტიკა და ასე შემდეგ, რომ საბოლოო ჯამში შემდეგ უკვე ერთი პარტია ყველაფერს დაეპატრონოს. ალბათ მიზანი ეს არის. ბატო კახა, ისევ თქვენთან გადმოვალ და კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე მინდა გკითხოთ, რომლის განხილვაც ასევე დაიწყო პარლამენტმა და რომლითაც უკვე იურიდიული დახმარების სამსახური ხდება პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშ ვარდებული ორგანო, მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კანონით ეს ორგანო თავისი საქმიანობით არის დამოუკიდებელი და არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება. აი რით არის მოტივირებული თქვენი აზრით უშუალოდ ეს ცვლილებები და რატომ შეიძლება დაენახა ქართულ ოცნებას, რომ აი ამ ორგანოს იურიდიული დახმარების სამსახურის პრემიერის დაქვემდებარებაში გადატანა იყოს საჭირო? ხო, რთული სათქმელია, იცით, ეკითხვა მე თვითონ გამიჩნდა და მე დავფიქრდი რა შეიძლება იყოს мотиваცია, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში გასაგებია, ხო, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები, watchdog ორგანიზაციები მუდმივად არიან ხელისუფლების მაკრიტიკებლები, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ხელისუფლება იქნება, ყოველთვის ფუნქცია ეს არის, რომ მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკრიტიკოს და რაღაცა უკეთესი ცვლილებებით უკეთესი მოქმედებები დაანახოს ხელისუფლებას. მაგრამ იურიდიული დახმარების სამსახურთან დაკავშირებით ეს პრობლემური კანონპროექტი რითი იყო მოტივირებული, ეს ჩემთვის გაუგებარია, იმიტომ რომ იურიდიული დახმარების სამსახურს არც რაღაცა პოლიტიკური განცხადებები გაუკეთებია, არც რამე პოლიტიკური პრობლემა შეუქმნია ხელისუფლებისთვის. თავის საქმეს იქ მომუშავე ადვოკატები აკეთებენ საკმაოდ მაღალ პროფესიულ დონეზე. პატივისცემა მათ და უცებ მიიღეს ეს ამ კუთხით გაჩნდა კითხვა, რამდენად შეიძლება ადვოკატების დამოუკიდებლობა იდგეს რისკის ქვეშ, თუმცა თვითონ ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე სხვა შორის ფიქრობს, რომ ამ თვალსაზრისით გამოთქმული ვარაუდები და ეჭვები უსაფუძვლო უფროა. რამდენად თვალსაზრისით? რომ ადვოკატთა დამოუკიდებლობას შესაძლოა ემუქრებოდეს. არა, მას ესეთი რამე არ უთქვამს, შეიძლება რაღაც სხვა კონტექსტში ესე იყო რაღაცა წაკითხული თუ აგებული, მაგრამ ადვოკატის დამოუკიდებლობა არანაირი რისკის ქვეშ არ დგას. ეს არის ირაკლი ყანდაშვილის პოზიცია. ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარის უშუალო მონაწილეობით მე გახლავართ აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ერთად მე ირაკლი ყანდაშვილი და საბჭოს დანარჩენი წევრები ვისხედით, ერთად მივიღეთ განცხადება, სადაც ხაზგასმით წერია, რომ ეს კანონპროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დამოუკიდებლობას, შეიძლება აყენებდეს დამოუკიდებლობას იურიდიული დახმარების სამსახურის და არ შეიძლება ანუ კრიტიკული დამოუკიდებულება ამ კანონპროექტთან მიმართებაში თავმჯდომარემაც, საბჭომაც და სხვა ადვოკატებმაც ცალსახად დააფიქსირეს. შესაბამისად პირადად მოქმედი თავმჯდომარე ესწრებოდა საკომიტეტო მოსმენას, აღმასრულებელი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ საკომიტეტო მოსმენას და მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ადვოკატთა ასოციაციის პოზიცია დღეს არის ის, რომ
ეს კანონპროექტი არის არასწორი, მიუღებელი და უნჯობესი იქნება თუ არ განხორციელდება, ან სხვა ფორმით განხორციელდება, თუ ფიქრობ რაღაცაა გასაკეთებელი, კი ბატონო, მაგრამ რაიმე ცვლილება, რომელიც რამე პრობლემას შეუქმნის ადვოკატის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მხარდაჭერილი ვერც ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან და ვერც რიგითი ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადვოკატის მხრიდან. ეს არის ძალიან ცალსახად მინდა ამის ხაზგასმა. ადვოკატთა ხო და წეგან თქვენს კითხვას რო დაუბრუნდე, რომ რითი შეიძლება იყოს განპირობებული, ხო? თუ პოლიტიკურ პრობლემას არ ქმნის, მაშინ რა მიზნით იქნა, რა მიზნით შეიძლება იქნეს მიღებული ეს და ნუ ეს ვარაუდია უკვე ჩემი ბუნებრივი ამას ახლა კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ დაწერენ, მაგრამ სწორედაც რომ თავისუფლება იმ ადვოკატის, რომელიც მუშაობს იურიდიული დახმარების სამსახურში, შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწონი არ არის მათი თავისუფლება, იმიტომ რომ ესე ფიქრობენ, რომ ეს ადვოკატები ხო ჩვენგან ფინანსდებიან. ანუ ზოგიერთს ეგეთი წარმოდგენა აქვს, რომ საბიუჯეტო თანხიდან ვინც ფინანსდება, უნდა იყოს რაღაცნაირად ხელისუფლების კურსის გამტარებელი და ის ადვოკატთა შესახებ კანონში რომ პირდაპირ წერია, რომ ადვოკატი თავისუფალია და პროფესიულად ადვოკატის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს და სხვათა შორის ამ ხელისუფლების წინამოწვევის პარლამენტის დროს მიღებულ კონსტიტუციაში ადვოკატის, ასე ვთქვათ, უფლებრივი გარანტია კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა და ჩაიწერა კონსტიტუციურ დონეზე ეს და უცებ შემოაქვთ კანონი, რომელიც ადვოკატის იურიდიული დახმარების სამსახურში მომუშავე ადვოკატის დამოუკიდებლობას რაღაც კუთხით შეიძლება პრობლემას უქმნიდეს. ასევე ჩვენთვის პრობლემაა ის, რომ დღეს თუ ეს კანონპროექტი გავა, ხვალ შეიძლება კიდევ უფრო მძიმე ადვოკატისთვის კიდევ უფრო მძიმე კანონპროექტი იქნეს და ანონსებული თუ მიღებული. რა თქმა უნდა, ეს ნახეთ რა არის პრობლემა, რომ ანუ ადამიანი, რომელსაც სჭირდება ადვოკატის მომსახურება სასამართლოში, მას ვერ გაუჩნდება ვერც ერთ შემთხვევაში ნდობა მართსაჯულების სისტემისადმი, თუ კი ეცოდინება, რომ მისი ადვოკატი ანგარიშვალდებული იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე. ანუ დამოუკიდებელი კი არ იქნება, არამედ ვინმეს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. ამიტომ არ შეიძლება ადვოკატის ნდობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ რაიმე ტიპის ცვლილება. მადლობა კახა და ბოლო კითხვა ბატონ ლევან თქვენთან მომიტინგეებისთვის გამოწერილ ჯარიმებთან მიმართებაში, იმიტომ რომ დღეს დიდი ვნებათა ღელვა ახლდა ამ საკითხს საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს დილიდან იღებენ ბანკებიდან შეტყობინებებს, რომ დაყადაღებულია მათი საბანკო ანგარიშები. მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, არის სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები. თავად მომიტინგეების ინფორმაციით მათ დაჯარიმების შესახებ არ იცოდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ჯარიმის ოქმი გაუგზავნია და არც არანაირი ელექტრონული, ასე ვთქვათ, შეტყობინება აქციის მონაწილეებისთვის. რაზე მეტყველებს ეს ახალი პრაქტიკა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ შეტყობინებას აღარ უგზავნის და საერთოდ რამდენად აქვს შსს ესეც რომ განგვიმარტოთ დღეისთვის მოქმედი კანონით ამ ტიპის ვალდებულება, ან რა შემთხვევაში არის ის ვალდებული შესაბამისი ინფორმაცია გაუგზავნოს და მიაწოდოს მომიტინგეებს დაჯარიმებულ პირებს. კი, ანუ მე სამწუხაროდ დეტალებს არ ვიცნობ ამ შემთხვევების დროს რა იყო ეს გარემოებები, რატომაც არ იყვნენ ეს ადამიანები ინფორმირებული და რატომ დაუყადაღდათ ქონება მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდნენ ამის შესახებ. თუმცა შემიძლია ვევარაუდო, რომ ეს მათი ბრალი არ იყო, ხო? ანუ ზოგადად ის ცვლილებები, რაც რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, ბოლო რაც ჰქონდა ეს ტროტუარზე დგომისთვის, რომ ადამიანები ფაქტობრივად ციხისთვის გაიმეტეს, სრულიად ამორალური და არახუმანური რეგულაციები, რაც ბოლო ხანებში მიიღეს, არის სწორედ აი ეს მიზეზი იმისა, რომ ადამიანები ფაქტობრივად ის ადამიანები, რომლებიც მეც არაფერს აკეთებენ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ დგანან ქუჩაში, საკუთარ მოქალაქეობრივ ასს აფიქსირებენ, აპროტესტებენ იმას, რაც არ მოსწონთ, აი მხოლოდ ამის გამო იჯებიან, ხო, იჯებიან როგორც ფიზიკურად ანგარიშწორების კუთხით და ქონია ეგეთი შემთხვევებიც, მათზე ძალადობენ ხოლმე, იჯებიან ასევე უკვე ფინანსურადაც, ხო, საკმაოდ დიდი ჯარიმები არის, როგორც მოგეხსენებათ
გათვალისწინებული ამ ქმედებისთვის სრულად არაგონირული და არაპროპორციული და პლუს საპატიმრო სასჯელები არის ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა არ მიკვირს რომ აი ესეთი რეპრესიული პოლიტიკის თავარი მსხვერპლი სწორედ ეს ადამიანები არიან ვინც ყველაზე მეტად აქტიურობს დღეს და კვლავ ცდილობს რომ რაღაცა პოლიტიკური აქტივობა თუ სამოქალაქო აქტივობა ჰქონდეს და გამოხატოს საკუთარი აზრი, ხო? აქედან გამომდინარე მიზეზი ალბათ აქაც იგივე არის, რომ სამწუხაროდ ეს არაჰუმანური პოლიტიკა, რასაც აწარმოებს ზოგადად სახელმწიფო ამ ადამიანების მიმართ, მათ შორის ამაშიც გამოიხატება, რომ ადამიანებს უბრალოდ გაუფრთხილებლად დაუყადაღეს საბანკო ანგარიშები, ჩააგდეს დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე, ნამდვილად არ მიკვირს ეს და ცხადია, რომ მნიშვნელოვანია, რომ იურისტები, რომლებიც ეხმარებენ ამ ადამიანებს, კვლავ ჩართული იყვნენ ამ საქმეში. მადლობა ბატონ ლევან, ბატონ კახა. მადლობა თქვენ. იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო, ლევან ნატროშვილი, კახა კოჟორიძე აფასებდნენ ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, საკანონმდებლო ინიციატივებს, თავისუფალი სტუდია ამით ასრულებს მუშაობას, ერთმანეთს უკვე ამ სტუდიაში მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით. ნახვამდის.